გუნდს, რომელზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, ქუჩები კი არა, საერთოდ არავინ არ დაივიწყებს. მიზეზი არის ძალიან მარტივი, ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგა წაუგებლად მოიგო. დღეს ვილაპარაკობთ 2003-2004 წლების არსენალზე. სეზონის პირველი გადაცემა, ესე გამოდის, რომელშიც უნდა მოგვეწვია ვინ თუ არა ამ გუნდის კომაგი, სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, DJ გიორგი ზურაბიშვილი. ეს არის ხარშეს გამონაკლისი ერთ-ერთი ამ გადაცემაში, რაც შემიძლია მეც რაღაც თქვა. უცნაური სეზონი გამოვიდა. საუბრობდა, რომ მინდა მოვიგო წაუგებლად. სევდანარევი ბედნიერების განცდა. ეგეც არსენალს დაყვება თან. კი. როგორ არა კაი გუნდი ჩემპიონი თუ მაიცა მართლა? კი. შაკირა. შაკირა. ეს მე ჯიბეში მყავს და შენ წადი ზემოთ არ მჭირდება. ბანკებმა სესხი არ მიცეს არსენალს წარმოიდგინე. თუ არსენ ვენგერი არ იქნებოდა მწვრთნელი. იქიდან ზედუმ გაიდან, აქედან ზედუმში ამათან დუბლი შეასრულა. 170,000 ფუნტ სტერლინგი იყო ჯარიმა, რაც დღემდე არის ისტორიაში პრემიერ ლიგის ყველაზე დიდი ჯარიმა. ადრე თუ შეანელე, მართლა კლასიკა. ფეხი, ბუცი, აი აქ რო უყვირის ყურში რო აეგრე. ჩვენი პატარა სექტის წარმომადგენელია. მოსმენა უნდა დაიწყო დებუსით და დაამთავრო ბახით. მადლობა რომ მოხვედი, იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. მით უმეტეს შენ ეს რაღაც ბექგრაუნდი მოგდევს ბევრი წელი არსენალს გულშემატკივრობ და ძალიან საინტერესოა შენი პერსპექტივის მოსმენა ამ გუნდზე. გამარჯობა, მადლობა რომ დამპატიჟეთ და მადლობა რომ ეს თემა გაქვთ შერჩეული. ჩემთვის ძალიან საყვარელი გუნდია არსენალი, ეგ სეზონი დაუიწყარია ჩემთვის, ალბათ როგორც ყველა გულშემატკივრისთვის არსენალის და მე მგონი საინტერესო იქნება საუბარი მაგ სეზონზე და ზოგადად იმ პერიოდის არსენალზე. Cool. შენ როგორ ხარ? მეც კარგად ვარ, მადლობა. და ეგ სეზონიც კარგად მახსოვს, მათ შორის რა თქმა უნდა არსენალიც. თუმცა მიხედავთ იმას რომ კარგადაც მახსოვს, მაინც რაღაცები ნახე, გავიხსენე კიდევ ერთხელ. და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდი რაღაცეებით. გახსენებაზე გამახსენდა რა, მოდი ჩავიაროთ შემადგენლობა, რომ ვიცოდეთ რა გუნდზე ვლაპარაკობთ. კარში იანს ლემანი, მარჯვენა მცველი ლორენი, ცენტრალური მცველები კოლოტურე, სოლ კემბელი და მარცხნივ ეშლი კოული, ნახევარდაცვაში ფრედი ლუმბერგი, ჟილბერტო სილვა, პატრიკ ვიერა, მარცხნივ რობერტ პირესი და თავდამსხმელები დენის ბერგამპი და პიერი ანრი. სათადარიგოებიც თქვათ უცებ, მარტინ კიონი იჯდა სკამზე, პასკალ სიგანი, გაელ კლიში, რეი პარლორი, ედუ, დევიდ ბენტლი. ცესკ ფაბრეგასის პირველი სეზონია მართალია, სულ 3 თამაში ითამაშა, მაგრამ მაინც აქ იყო. გუნდს უერთდება იანვარში ხოსე ანტორი რეიესი, აქ არის სიმონ ვილტორი, ვანკუ კანო და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სახელის მქონე ტიპი მთელ ფეხბურთში ჟერემი ალიადიე. ოღონდ ძალიან საინტერესო ის არის, რომ კი ყველგან ესე წერია და ყველას ესე ახსოვს, რომ ეს გუნდი იყო რაღაც ბირთვი. მაგრამ სინამდვილეში ამ შემადგენლობამ უშუალოდ ამ 11-მა სულ ითამაშა პრემიერ ლიგაში 2 ჯერ. ამ 11-მა კაცმა ერთად? ერთად, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ქონდა როტაცია ვენგერს და თან ტრავმებმა მაგათაც ვიეირას ბევრი თამაში გაუცდა, ისევე როგორც ლუმბერგს და ერთი ადამიანი მაინც იცვლებოდა რა რაღაცას ესე ცვლიდა ვენგერი და მაგრამ რეალურად ეს შემადგენლობა დაილექა ადამიანების გონებაში და ყველა წყაროში ეს არის. მე გეტყვი ერთ რამეს სამ უშუალოდ სეზონზე დავიწყეთ საუბარს, აი დალექვაზე და მეხსიერებაზე რა შეიძლება როგორ დაგამახსოვრდეს რა. ეხლა რო თქვი მეც ხარ რო გეკითხა შემოდგენილობა გაიხსენე არსენალისო, ალბათ ზუსტად მაგ 11 წელს გეტყვი და მართლა უცნაურია რომ 2 ჯერ იყო მარტო ერთად ეს გუნდი ხო? მაგრამ ნუ აი რაღაცა ასოციაცია რო გაქვს სეზონთან ხო და ესე გახსენდება. მარტინ კიოუნი რომელიც ახსენე. ჩემთვის ასევე ამ სეზონთან ძალიან ის დალექილია და ასოცირდება ეს ტიპი, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაში და გამორჩეული თამაში ამ სეზონში რაც არის, იმ თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტის მთავარი მონაწილეა. ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, ხო, ვან ნისტელროისთან ერთად. ანუ მან არის ვიეირას გაძევება და ეს კიოუნის აღნიშვნა მე ნისტელროის გაფუჭებული პენალტი. ხო, დღემდე ისე ნათლად მახსოვდა ეგ და დრო ნახულობდი ხა რაღაცების რომ ემზადებოდა. მანჩესტერთან ეგ თამაში იყო მარტინ კიოუნისთვის არსენალში, პრემიერ ლიგაში. ბოლოს წინა ძირითადში, კარიერაში. მაგის მერე ითამაშა მარტო ნიუკასლთან შემდეგივე ტურში. მერე ერთი 17 ტური გამოტოვა თუ რა თადარიგში იყო ძირითადად არ თამაშობდა. ტრავმა და რამე კი არ ქონდა, ალბათ არ თამაშობდა ვენგერი და 6 თამაში აქვს ნათამაშები მაგის მერე სულ პრემიერ ლიგაში და ჯამში ითამაშა 11 წუთი. ნიუკასლთან თამაშობდა შემდეგი ტური. მაგრამ აი მაგ სეზონი რო გამახსენები რომ გეთქვათ ეხლა რომ აი 2003-4 წლების სეზონი არსენალი ინვინსიბლს რაღაცა ერთ-ერთი მეხსრაც მახსენდება მარტინ კიოუნის აღნიშნვა ანისტელრო რომ პენალტს აფუჭებს. თურმე მაგის მერე ერთი მატჩი აქვს ნათამაშები და წავიდა მე არსენალიდან მაგ სეზონში მორჩა კიოუნმა არსენალი დატოვა. ასე რომ ეგეთი უცნაური ფაქტი აღმოაჩინა რომელიც ნაღდად არ მახსოვდა.
შენ რა გახსოვს ისეთი გამორჩეული ამ ცხადი მომენტის გარდა? დრო ხო გვაქვს ასაუბროთ, მინდა რომ ცოტა ეს შორიდან დავიწყო. ბევრი. იმიტომ რომ იმდენად ჩემთვის ნიშნულოვანი თემა არის დღეს, რომ არ მინდა რომ რაღაც ზედაპირულად გამოგვივიდეს. 2003 წელი და ზოგადად ხა ეს Invincible Arsenal რაც არის, რა თქმა უნდა, შემოდგენილობაზე ვთქვით და Arsene Wenger-ი მთავარი მოქმედი პირი, რომელმაც თლიანად შეცვალა Arsenal-ი და მიიყვანა რეალურად გუნდი იმ დონემდე რომ ასეთი ისტორიული სეზონი ქონოდა გუნდს და არა მხოლოდ Arsenal-ი შეცვალა, მთლიანად პრემიერ ლიგა შეცვალა და ფეხბურთის შეცვალა გარკვეულწილად და აუცილებელია რომ გავუთვალისწინოთ თვითონ კონტექსტიც რაც ხდებოდა იმ დროს ბრიტანულ ფეხბურთში. Arsenal-ი არის დიდი ტრადიციის მქონე გუნდი, რომელიც შეიქმნა 1896 წელს სამხრეთ ლონდონში და Arsenal-ი შექმნეს იარაღის წარმოებელმა მუშებმა, ასე ვთქვათ, საბრძოლო ამუნიციის, ამიტომ ეს დაერქვა Royal Arsenal ერქვა თავიდან, შემდეგ Woolwich Arsenal იყო და 1913 წელს უკვე გუნდი გადავიდა Highbury-ზე ფინანსური პრობლემების გამო სამხრეთ ლონდონიდან ჩრდილოეთ ლონდონში და სხვათა შორის დღემდე Arsenal-ს აქვს ყველაზე ისეთი ხანგრძლივი სერია 1917 წლის მერე გუნდი არ გავარდნილა პირველი დივიზიონიდან ინგლისის, რაც დღემდე არის რეკორდი. შემდეგ პრაქტიკულად მთელი მე-20 საუკუნე იყო ანგარიშგასწევი ძალა Arsenal-ი, განსაკუთრებით 30-იანი წლების Chapman-ის ერას ეძახიან Herbert Chapman-ის, ესეც 5 ჯერ გახდა ჩემპიონი, შემდეგ კიდევ 2 ჩემპიონობა, მაგრამ იყო გვალვა გარკვეულწილად Arsenal-ის ისტორიაში და უკვე 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც George Graham-ი გახდა მთავარი მწვრთნელი Arsenal-ის, იქიდან დაიწყო ასე ვთქვათ ამ გუნდის აღორძინება. თუმცა საინტერესო ის არის, რომ Wenger-ამდე Graham-ის პერიოდის Arsenal-ი იყო რადიკალურად განსხვავებული გუნდი. დღეს ყველას Arsenal-ი ახსოვს, რომ ეს რომანტიკული ფეხბურთი, შემტევი ფეხბურთი, არაპრაგმატული თუნდაც და აბსოლუტურად საპირისპირო იყო George Graham-ის Arsenal-ი. 99 წელს გახდა გუნდის ჩემპიონი Graham-ი, შემდეგ 91 წელსაც, 99 წელს სასწაული მოახდინა, როდესაც Liverpool-თან Anfield-ზე 2-0 და ზუსტად 2 ბურთი ჭირდებოდა. და ერთ-ერთი ისტორიული რამე იყო ასეთი რამე, მე მგონი არც მანამდე ყოფილა, არც მერე. და მიუხედავად ამ წარმატებებისა, გულშემატკივარი მაინც კმაყოფილი არ იყო, იმიტომ რომ ძალიან ისეთ არასანახაური ფეხბურთს თამაშობდა. Arsenal-ის boring Arsenal ცნობილი რაღაც იყო, ყველგან ის იწერებოდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი გუნდი იყო. მიუხედავად ამისა, ეს Graham-ის სტილი ძალიან კარგი გამოდგა პლეი-ოფისთვის. ამ თასზე კარგად თამაშობდა ყოველთვის Arsenal-ი 93 წელს ლიგის თასიც მოიგო და FA-ის თასიც და ასევე პარმას აჯობა ფინალში და თასების თასიც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი იყო პარმა და ისევ ეს ტრადიციულად 1-0 to the Arsenal-ის ცნობილი რაც არის დღემდე ჰიმნი, ასეც ხშირად ღერიან ხოლმე თუნდაც გულშემატკივარი, როდესაც 1-0 იგებს Arsenal-ი. იმ დროს ეს როდესაც აღნიშნავდნენ თასების თასის მოგებას, ცნობილი კადრი არის, როდესაც ღერიან David Seaman, Adams-ის 1-0 to the Arsenal. მოკლედ, აი ეს მოსაწყენი Arsenal-ი საბოლოო ჯამში ვეღარ წარმატებას ვეღარ აღწევდა ჩემპიონატში და 1996 წელს ეს არის საკვანძო მომენტი Arsenal-ის ისტორიაში მოიყვანეს ბევრისთვის და შეიძლება ყველასთვის ბრიტანეთში და ინგლისში უცნობი კაცი Arsene Wenger-ი, რომელსაც ჰქონდა წარმატება საფრანგეთის ჩემპიონატში მონაკოსთან ერთად პირველივე სეზონში გახდა ჩემპიონი და მოიგო თასი, თუმცა შემდეგ წავიდა იაპონიაში სამუშაოდ და ეს არც ტიტული ქონია განსაკუთრებული, მით უმეტეს ხა მაშინ ძალიან კონსერვატიული იყო პრემიერ ლიგა, ის ინგლისის ჩემპიონატი და უცხო იყო ფრანგი სპეციალისტი, უცხოელი მწვრთნელი ბრიტანეთში. ფრანგი იყო, რომელმაც ინგლისში იმუშავა. ხო, სხვათა შორის საინტერესო ისტორია, David Dean-მა Arsene Wenger-ი გაიცნო 1999 წელს, ცნობილი ამბავია, როდესაც Arsene Wenger-ი ესწრებოდა, მაშინ მონაკოს მწვრთნელი იყო და ესწრებოდა დერბის Arsenal Tottenham-ს Highbury-ზე და როდესაც გაიგო Dean-მა სადილზე დაპატიჟა Arsene Wenger-ი და Arsene Wenger იმდენად აღფრთოვანდა შემდეგ David Dean-ი, რომ ეს წლების განმავლობაში სულ აკვირდებოდა მერე Arsene Wenger-ის კარიერას, რომ წავიდა იაპონიაში და მოკლედ სულ უნდოდა ამ კაცის გუნდში მიყვანა. და 95 წელს, როდესაც სკოტი მწვრთნელი მიიყვანეს, მაშინ ვერ დაარწმუნა ბორდი, სხვა ბორდის ჩეერმენები და ცნობილი ამბავი არის, ვერ დაარწმუნა, რომ Arsene Wenger-ი მიიყვანათ, მაგრამ როდესაც არ გაამართლა უკვე შოტლანდიელმა მწვრთნელმა, საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ მას და 96 წელს ეს საკმაოდ ისეთი მაშინ სარისკო გადაწყვეტილება იყო, მიიყვანეს Arsene Wenger-ი, რომელმაც რევოლუციური ცვლილებები შეიტანა მან ზოგადად გუნდში, ზოგადად მენეჯმენტში, იყო მეთოდოლოგია,
ვარჯიში, კვება, მაშინ არ აქცევდნენ ამას ყურადღებას დიდად ინგლისში. საერთოდ ალკოჰოლის პრობლემები ჰქონდა ტონი ადამს, მანამდე პოლ მერსონს ნარკოტიკების პრობლემები ჰქონდა და დისციპლინა ასე ვთქვათ არ არსებობდა არანაირი შაბათ-კვირას ყველა სვავდა ძალიან ბევრს თამაშის მერე და მოკლედ ეგ ყველაფერი აკრძალა არსენ ვენგერმა და დღეს რაც აღარ გვიყვირს უკვე და დღესაც ჩვეულებრივი ამბავია რომ ეს player development რო ცალკე არის, ცალკე რომ თამაშზე მუშაობენ მცდელები, ცალკე იქ ფიზიოები, ეს ამაში არაფერი არსებობდა და იყო დიდი ინოვაცია და როდესაც უკვე ჩემპიონი გახდა არსენალი, მაშინ გადაბერებული დაცვაც გამოცვალა უკვე ვენგერმა, სოლ კემბელის ტრანსფერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ათამაშდნენ ის მოთამაშეები, მაგამდე ისე კარგად ვერ გაიხსნენ და უკვე მაგ დროს ფორმაში შევიდნენ იგივე რობერ პირესი, ფრედი ლიუნგბერგი უკვე გამოაჩინეს თავიანთი უნარები და შემდეგ ეს მეორე ჩემპიონობა უკვე ვენგერის ეპოქის იყო, რაღაც სასწაული, მე რაც მახსოვს, ეს invincible სეზონი კი არის, დღეს რაზეც საუბრობთ, მაგრამ ისიც არანაკლებ სეზონი იყო. მაგ წელს მხოლოდ გასვლაზე თამაში არ წაუგია არსენალს. ზედიზედ 47 თამაში გოლი გაიტანა და ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა და იქ უკვე ჩანდა, რომ აი ეს რაღაც მწიფთებოდა, იყო შესაძლებელი ყოველ შემთხვევაში, რომ ერთ გუნდს თუნდაც ესეთ პრემიერ ლიგაში ასეთი სეზონი ეთამაშა. მაგაზე ვენგერმა ალაპარაკდა კიდეც 2002-3 წლების სეზონი, აი ბევრი რას დოკუმენტურ ფილმებში იხსენებენ, რომ ანუ საუბრობდა, რომ მინდა მოვიგო წაუგებლად ეს პირესმაც ჩვენთან ინტერვიუში ფორუმზე როცა საუბრობდით ამ გუნდზე, მაშინაც გაიხსენა, რომ ვენგერი ამბობდა ამას, გვეუბნებოდა, რომ მინდა რომ წაუგებლად მოვიგო. ბევრი ამბობდა, რომ მე მაგ რაღაცა მაინდსეტის და მიდგომის გამო წინა სეზონი 2002-2003 მაგიტო გაანიაო არსენალმა ტიტული, არა და 8 ქულით უსწრებდა მანჩესტერს და ამან დიდი წნეხი შეიტანა რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ აგერ 2003-2004 მოახერხეს, რომ წაუგებლად ყოფილიყო. ეს არის ხალხის გამონაკლისი ერთ-ერთი ამ გადაცემაში, რაც შემიძლია მეც რაღაც თქვა. მართალია ძალიან პატარა ვიყავი, 4 წლის ვიყავი და ეს დაბადებული მაინც ხარ აგენ. ბიჭო, იცი რა არის, ჩემ პირველი რაც მახსოვს, რომ ფეხბურთს ვუყურე, ეს იყო 2004 წელი. აჰა. ევროპის ჩემპიონატი. მართალია ამ სეზონის დამთავრების მერე, მაგრამ წელი ეგ არის რა, რომ მახსოვს, რომ საბერძნეთმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ვახ რა რას ნიშნავს, რატომ მოიგო საბერძნეთმა, რა? ძალიან უცნაური იყო, მაგრამ აი თქვენგან მაინტერესებს რა ხდება ამ დროს, უკვე ნელ-ნელა მე მგონი ის რომ რაღაცა შუქის პრობლემა თლად აღარ არის. სეზონი პერიოდში რა ხდება რა, თქვენ რა სათხართ ფეხბურთს აბრამოვიჩი ყიდულობს ჩელსის, მაშინ ეგ მოხდა მე მგონი. ხო. ზე არის უკვე თუ ცოტა მერე არის. ზუსტად მაგ სეზონში დაიწყო მზემ ჩვენება პრემიერ ლიგის, იმიტომ რომ პირველი სეზონია, როცა მზე აჩვენეს პრემიერ ლიგას. ზოგადად ფეხბურთს ისედაც უყურებდით უკვე. ხო, არაქართულ არხებზე. არაქართულ არხებზე, მაგრამ შუქის პრობლემა აღარ არის 1-2-3 წელია ალბათ, მოგვარებულია. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ბოლო წლებში უკვე ნაკლებად იყო, აღარ ითიშებოდა შუქი, ასე ვთქვათ, 2001-დან სადღაცა მიახლოებით, უხეშად რო ვთქვა, რაც მახსოვს. მინიმუმ ცენტრალურ უბნებში მაინც. და შესაბამისად ფეხბურთს ყურების საშუალება არსებობდა. კარგი იყო ის, რომ ზემრო დაიწყო პრემიერ ლიგის ჩვენება, უკვე ზაფხულშიც როცა იწყება სეზონი, შესაძლებლობა მომეცა მეც, რომ სანამ ზაფხული დამთავრდებოდა, თქვა და წმეთში სანამ ვიყავით თბილისში, სანამ ჩავოვიდოდი, იქაც უყურებდი, იქ საკაბელო არ არსებობდა. მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. იდეალური ის იყო, გამოცდილება. შუქი არის და ფეხბურთის ყურება შემიძლია აგვისტოში, იმიტომ რომ ფეხბურთს ვერ უყურებდი წმეთში სანამ ვიყავით თბილისში, სანამ სექტემბრამდე. ფეხბურთი შანსი არ იყო, არაფერი არ იყო იქ და შესაბამისად ქართულ არზე რომ იყო პრემიერ ლიგა სანდრო ცნობილაძის გახმოვანებით ქართულ ტელევიზიაში შეიძლება მაგის ყურება ეგ ხო ჩარჩენილი, მაგრამ ახსოვს რომ პირველი ეგეთ შეგრძნება იყო რომ ოფიციალურად აჩვენებს ვიღაცა პრემიერ ლიგას და там დიდი რეკლამები იყო, ბევრი ის იყო პრომოუშენი და დაატვირთეს ძალიან სატელევიზიო ბადე მაგ რეკლამებით და პლუს აი ეს აბრამოვიჩის მიერ ჩელსის ყიდვა ასევე იყო, როგორც ეგ ჩემთვის მაშინ ვარ თან 18 წლის ვარ ჯერ 19 ხვდები მაგ წელს, მაგრამ ზაფხულს 18-ის ვარ. პირველი შემთხვევა რაც მახსოვს რომ ამ ხელა ყურადღება მიიქცია რომელიმე კლუბმა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა რევოლუციური ცვლილება ხდება, რომ ვიღაც ძალიან მდიდარი ტიპი მოვიდა კლუბში და იქ დაიწყო საგიჟეთი. და მოიყვანა 11 ფეხბურთელი პირველივე სეზონში. აი ეგ საგიჟეთი და სულ რო იგებ, რომ არ იყო, მანდ კი იყო რაღაც რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, არსენალი, ინტერი, მილანი, იუვენტუსი კი დიდი გუნდები იყვნენ. ყველა რაღაც ტრანსფერებს აკეთებდა, მაგრამ ჯერ დაიწყო პერესმა, ვთქვათ, ეს ვარსკვლავების მიყვანა. ოღონდ ეგ იყო, რომ ვიცოდით თითქმის ყველამ, რომ ყოველ წელს ვიღაც ერთის ყიდვას ცდილობენ და მორჩა და აქ უცებ ტიპი მოვიდა და მე რაც ვნახეთ პარი სენ-ჟერმენში, მანჩესტერ სიტიში, ეს ხო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდი რომელიც არ იყო თან გრანდი, ასე ვთქვათ, ჩელსი, იყო მე-4 ადგილოსანი, მე-5 მაგ პოზიციების იბრძოდა მაქსიმუმ
სիմპათიური კაი გუნდი იყო, მაგრამ ეგ იყო მაქსიმუმი. უცებ ტრანსფორმირდება ყოველას თვალწინ, რომ ტრანსფორმაცია ხდება ის, რომ სხვა გუნდებიდან, მათ შორის გრანდებიდან მოჰყავთ ძალიან მაგარი ფეხბურთელები. ჩემთვის ხათან ყურადღების აქცია ვიყავთ, რომ ვერონი და კრესპო იყიდეს, მუტუ მივიდა, დემენდაფი მივიდა, რობენი მივიდა, ანუ საოცარი შემადგენლობა შეიკრიბა და ესეც დამატებით ინტრიგა იყო მაგ სეზონის წინ, რომ აბა ჩელსი როგორი იქნება ასეთი ფეხბურთელების. ხო, იმიტომ რომ ტრადიციული ეს 2090 გვიანი 90-იანებიდან შექმნილი ეს Manchester-ი Arsenal-ის ხო, მანამდე სულ იყო Manchester-ი Arsenal-ის ვერავინ ვერ მიდის ამ Manchester Arsenal-ის. უცებ ახლა ერთი ან მეორე. ხო, აი ერთი ორი Newcastle-ი გამოერია, Liverpool-იც იფაფხურა, მაგრამ ახლოს მაინც ვერ მიდის და უცებ ეს ძალიან დიდი ინტრიგა იყო ყველასთვის, ხა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ყველასთვის დიდი ინტრიგაა, რომ რაღაც ახალი უცნაური ხდება ფეხბურთში, რაც მანამდე არ მომხდარა და მაგ დროს ეს სტადიონის პროექტი თან უკვე დაწყებული იყო და ამ დროს უნდა ვთქვათ, რომ Arsenal-ი ფულს ვერ ხარჯავდა დიდად მაგისგან განსხვავებით. ამ სეზონის ტრანსფერებსაც ეთყობა. ხო, პრაქტიკულად არ Jens Lehmann მოიყვანის, რაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ Simeni უკვე ასაკში იყო და ვეღარ თამაშობდა ნამდვილად. Ashley Cole აკადემიიდან წამოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში ალბათ ვინც პრემიერ ლიგაში უთამაშია, ძალიან მაგარი იყო. შენს თქვი Reyes-ის ამთარში მნიშვნელოვანი ტრანსფერი გამოდგა Arsenal-ისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო Kolo Toure-ს გამოჩენა და როგორც მოხდა Arsenal-ში, ეს არის სასაცილო ისტორია. ვისაუბრეთ, რომ ზოგადად გადაბერებული იყო Arsenal-ის დაცვა, კიოუნი უკვე ასაკში, ადამსი წასული კარიერა დაამთავრა, როდესაც მეორე გახდა ჩემპიონი ვენგერის ეპოქაში დიქსონთან ერთად და დაცვაში იყო პრობლემები. Kolo Toure მივიდა სინჯებზე და იყო იმდენად მონდომებული, ეს არის ცნობილი ისტორია, რომ ჯერ ერთი თუ ვასწავლე პატრიკ ვიეირაზე არის ლაპარაკი, ჯერ პატრიკ ვიეირა მოჩეხა რაღაც საშინლად ვარჯიშზე და შემდეგ ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს შეეჯახა Arsene Wenger-ს, შეასყდა ისეთი მონდომებული იყო და ლამის ტრამვა მიაყენა და Arsene Wenger-მა გადაწყვიტა, რომ ასეთი მონდომებულითან ფიზიკური მომენტები ჰქონდა ძალიან კარგი იყო, უსწრაფესი, ძალიან სწრაფი ცენტრალური მცველი და მოკლედ დაინახა Wenger-მა მასში პოტენციალი და იმდენად უნდოდა Arsenal-ში თამაში Kolo Toure-ს, რომ საბოლოოდ დათანხმდა, რომ განაცხადში შეეყვანა. განაცხადში ყავდა და მე როგორც ჩანს გამოიჩინა თავი ვარჯიშებზეც Kolo Toure-მ, პლუს დაცვაში პრობლემები ჰქონდა Arsenal-ს. ხან Pascal Sigani, ხან Philip Senderosi, მოკლედ მეორე ცენტრალური მცველი Sol Campbell-ის გარდა იყო მუდმივად პრობლემად. შენ ამ დროს რამდენი წლის ხარ რა იმიდან უყურებ ამ პერსპექტივაში? სერიოზული კი, მაგ დროს უკვე სერიოზული გულშემატკივარი ვარ. აი ზუსტად მე 1990 წელს დავიბადე. პირველი ფრაგმენტები ფეხბურთის რაც მახსოვს აი ესე ბუნდოვნად არის ევროპის ჩემპიონატი 96 წლის. აი ბუნდოვნად მახსოვს ბირხოფის გოლი და ზუსტად ეგ დაემთხვა Arsene Wenger-ის მოსვლას და მე გავხდი საფრანგეთის გულშემატკივარი 98 წელს უკვე საფრანგეთის გულშემატკივრობდი და რადგან ეს ფრანგული დიასპორა ხა ემანუელ პეტი, პატრიკ ვიეირა, ტიერი ანრი, ვინსაც კი გულშემატკივრობდი ნაკრებში ლამის ნახევარი Arsenal-ში იყო და პლუს მწვრთნელიც ფრანგი და პლუს ფეხბურთს თამაშობდნენ ულამაზეს და მე ზოგადად რომანტიკული ფეხბურთის მოყვარული ვარ და სპორტში მიყვარს ეს რაღაც ხანდახან არაპრაგმატული რომანტიკა ძალიან ეგრევე ჩემი გული მოიგო. პლუს ეს რა უცნაურია, ფორმა მომეწონა ძალიან. Arsenal-ის ბავშვი რო ვიყავი მახსოვს ეს ლამაზი წითელი თეთრი ფორმა და Ajax-ი ეს ორი გუნდი მომეწონა. თან ორივე გავდა ერთმანეთს იმით რომ ორივე თამაშობდა შემტევ ფეხბურთს, ორივე ჰოლანდიელები ბევრი იყო ასევე Arsenal-ში. საფრანგეთი, ჰოლანდია და Arsenal-ი, Ajax-ი რაღაც ეს ორი ის ჰქონდათ. სოფლიოში ამ დროს 2003 წელი კიდე ერთხელ შუქი გვაქვს ეს გამოყალიბა ჩვენთან რევოლუცია ხდება. ხო. ვარდების რევოლუცია და რაც რადიკალური ტრანსფორმაცია იწყება ქვეყნის, მაგრამ გარეთ არის მაგალითად COVID-ის პირველი ამ SARS-ის პირველი ვარიანტი მარტო აზიაში რო გავრცელდა საბედნიეროდ. ეგეთი რაღაც ხდება ის რომ Apple-მა iTunes-ის მაღაზია გამოუშვა, სადაც პირველად გახდა შესაძლებელი რომ რაღაცა მუსიკა გეყიდა არა მაგალითად ამ ბენდის ან რაღაცა ლეიბლის მაღაზიაში, არამედ რაღაც ერთი დიდი ბაზარი მარკეტპლეისი ყოფილიყო და რაღაც მუსიკა მოგეწონება და იყიდი, გადმოწერდი, მოусმენდი. ეგეთი ამბები და სხვა შორის ინგლისმა მოიგო 100. ოღონდ რაგბიში. ხო. Wilkinson-ის ჯარიმა, ხო, ეს წლები, ესეთი პერიოდია. ეგეც არ არის პატარა ამბავი, იმიტომ რომ ინგლისი ასევე ერთადერთია, ხო? თუ არ ჩავთვლით ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ африкას, რომელიც არის რომელსაც მოგებული აქვს 100, ეს ეგრე არის. რატომაც გამახსენდა ეხლა რომ 2003 წელს Deep Purple-მა გამოუშვა Bananas-ი ალბომი. მე მგონი 2003-ში არის Banana. ეგრე მომივიდა თავში უბრალოდ და თან ცუდი ალბომია. ანუ კაი სიმღერა მე მგონი ერთია მარტო მთელ ალბომში და არც მარტო ეგ ალბომი.
მართლაც იდიოტური ფაქტი იყო. ხო, ანუ აი საერთოდ არაფერში რო აღჭირდება ადამიანს და არც არაფერში რო აღჭირდება. ჭკვიანურ ფაქტს გეტყვი. კი, მნიშვნელოვან ფაქტს იდეაში ფეხბურთისთვის რა. თუ არ იტყვი წავალ. იმიტომ რომ არა ეს საჭიროა ეს შესავალი. კლიფჰენგერი უნდა დატოვო ცოტა. ბოლოდინი უნდა შექმნა. მუსიკა ფეხბურთში მუსიკასთან დაკავშირებული, აი სიმღერა, კომპოზიცია, ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული რა გახსენდება, რომელიც ფეხბურთთან არის დაკავშირებული, აი ბოლო წლებში. რამე კომპოზიცია, რომელიც ფეხბურთთანაა დაკავშირებული. შაკირა. შაკირაში. მაგას არ გულის, მე სიმღერას, რომელიც სპეციალურად ფეხბურთისთვის დაიწერა, არ გულის, ეგ არის დაწერილი სოფიო ჩემპიონატისთვის. არა. აი სიმღერა, რომელიც ცალკე შექმნილია, ცალკე დაწერილი კომპოზიცია რაღაცა, მაგრამ ფეხბურთში ძალიან აქტიურად გადმოიტანეს და აქტიურად არის ფეხბურთთან დაკავშირებული. ნუ ამ წელთან არაფერში არ არის, მაგრამ Queen's We Are The Champions არის რაღაცა. ბატონო, We Are The Champions ტიტული რო აღნიშნება, We Will Rock You, ასევე სპორტულ ორგანიზაციებში კიდე სიმღერა, რომელიც ძალიან ამბავი რომ სპორტთან არ ვიცი. Seven Nation Army. White Stripes. ერთ-ერთი ყველაზე სექსიმერა. 2003 წელს ამ წელს არის დაწერილი. ამ წელს არის გამოშვებული ალბომი 2003-ში Elephant-ი White Stripes-ი, სადაც არის White Stripes-ის ყველაზე ცნობილი სიმღერა. ბატონო, Seven Nation Army, რომელიც არის არა მარტო White Stripes, მაგრამ საერთოდ რაც 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია ალბათ. რა ვიცი. ხოდა ამ სეზონში შექმნილა. კვიანური ფაქტი იყო, მაგრამ. ხო, მოგიცხადე, სულელუს ეს ეგრე ოპერირებს საერთოდ. დაფალას. ეხლა ფეხბურთს დაუბრუნდეთ რაღაც პონჩი. მოგეთ ლიგა მოგებული აქვს მილანს, ოქროს ბურთი ჯერჯერობით ამ დროს აქვს რონალდოს, ამიტომ რომ სამის გამარჯვებული არ ვიცით. ხო. რონალდოს იმიტომ აქვს, რომ სოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული და იქ ითამაშა საოცრად, გაიტანა ძალიან ბევრი გოლი, გახდა საუკეთესო. მეორე ადგილზე კარლოსი გავიდა, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ამ ნაკრების ნაწილი იყო. და რაც შეეხება იმას რა ქვია რა ვითარება თქვა პრემიერ ლიგაში ან რაღაცა ტოპ ლიგებში მაგალითად პრემიერ ლიგაზე შეგვიძლია უცებ თქვა რომ ორი მთავარი კონკურენტი ეს ნაწილობრივ ახსენეთ არის მანჩესტერი და უკვე ნელ-ნელა თითქოს ჩელსიც ჯერ არ ვიცით მაგრამ ეგრე გამოვა მანჩესტერში არის სრული ქაოსი ტრანსფერების თვალსაზრისით იმიტომ რომ გუნდში მოდის ერიკ ჯემბა დევიდ ბელიონი და კლებერსონი ალბათ სამი ყველაზე იდიოტური ტრანსფერი რომელიც შეიძლება გააკეთო განსაკუთრებით ბელიონი ალბათ ყველაზე მეტად მაინც ბელიონი ჯემბას მიუხედავად იმისა რომ ჯემბა სასაცილო ფაქტია. ოღონდ ამ სამთან ერთად მოდის მეოთხე კაცი მანჩესტერში ამ წელს რომელიც კიდე კარგი მოვიდა და შექმნა მანჩესტერ ფერგის მეორე სიცოცხლე ამ გუნდში. კრისტიანო რონალდო გადმოდის ამ წელს იმ ცნობილი თამაშის მერე როცა ამხანაგურად შეხვდნენ სპორტინგი და მანჩესტერ ერთმანეთს და ფერგის ძალიან მოეწონა რონალდო. ჩელსიზე უკვე თქვით რომ 11 ფეხბურთელი გადმოდის. ამიტომ ძალიან ის არის რა ბეკემი მიდის თან, ანუ ძალიან ახალი რეალობა დგება პრემიერ ლიგაში. ყველაზე დიდი სტარი ვინც იყო ალბათ ეს სახელობითად არა მაინც და მაინც საფეხბურთო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ალბათ მაინც ანრი უკვე და შირერი უფრო დიდი ფეხბურთელები იყვნენ. მაგრამ ესეთი ყველაზე დიდი სახელი მიდის პრემიერ ლიგაში. ხო, დაფიქრდეთ თან ეს სეზონი საბოლოო ჯამში ბევრად მნიშვნელოვანი ისეთ სეზონი გამოდის და სამახსოვრებელი ძალიან, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაც იყო აღნიშნული პრემიერ ლიგასთან მიმართებაში, ბევრი ცვლილება ხდება სხვა კუთხითაც რა, სხვაგანაც. ბარსელონაში მაგალითად მიდის რონალდინიო, რომელმაც იქ ასევე ახალ სტარტს დაუდო დასაბამი ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი და მთლიანად სეზონი რო ნახო, მე იგივე გავიხსენე ჩვენ რომ საბერძნეთი გახდა ევროპის ჩემპიონი, როცა მორჩა სეზონი, მაგრამ სეზონიც რო ავიღოთ, რა ჩემპიონთა ლიგა 2003-ში თქვა სანამ დაიწყებოდა სეზონი რა ხდება, ხო, იუვენტუსი მილანის ფინალი იყო 2003-ში, მაგრამ 3-4 წლების სეზონი პორტო მონაკო. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ის არის, ხო, საერთოდ ჩემპიონთა ლიგა ბოლო 30 წელიწადში შეიძლება. გარდა ამისა, ნუ საბერძნეთი გახდა იქ ევროპის ჩემპიონი, არსენალი ატარებს წაუგებელ სეზონს. დაუმარცხებელ სეზონს და ბევრი კიდე იყო, ბევრი ესეთი ფაქტი. ვალენსია გახდა ლა ლიგის გამარჯვებული. და იმისი UEFA-ს თასის. ასევე გერმანიის ჩემპიონი გახდა ვერდერი. კი ბატონო, გერმანია მოიგო აილტონის ვერდერმა კი. უცნაური სეზონი გამოვიდა რა, ბევრი ისეთი ფაქტი მოხდა ერთ სეზონში, რაც არ ხდება, შეიძლება ცალ-ცალკე რომ მოხდეს ის დაგამახსოვრდეს, აქ ერთად მოხდა ეს ბევრი ფაქტი და დაგვირგვინდა ყველაფერი საბოლოოდ საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობით. ეხლა გადავიდეთ მოდი არსენალის ამ სეზონსაც შეუდგეთ როგორ იწყება ეს სეზონი. ხო და ბოდიში ისიც ვთქვათ რომ ოქროს ბურთი ახსენე რონალდოს და ეგეც 3-4 ხო 3-ში ნედვედი იგებს ოქროს ბურთს 4-ში შევჩენკო. რაც ასევე დღევანდელი გადასახადია შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს. მაგორიდან ერთი მაინც ეკუთვნოდა ანრის ნამდვილად. 100% ვეთანხმები ამ takes და აქ რომ ეწეროს change my mind ვერავინ ვერ შემიცვლიდა მაგას. მიუხედავად იმისა რომ რაღაც ცუდი ის იყო რომ ოქროს ბურთს აძლევენ წლის მიხედვით და ისე გამოვიდა რაღაცნაირად და დაიჩაგრა მაგის გამო უფრო ანრია. სეზონის მიხედვით რომ ყოფილიყო უფრო მეტი შანსი ექნებოდა და წლის მიხედვით ისე გამოვიდა რომ 3 რაღაცნაირად უკეთ
საბოლოო ჯამში ნედვედს გამოუვიდა და 4 უკეთ გამოვიდა წელი. თან ანუ 2003 წელი ანრის ჰქონდა 24 გოლი და 20 ასისტი. მაგრამ აგრესიული ჩემპიონები არ არიან. 39 გოლი და პრობლემა ეგ არა, 2003-ში კი ითამაშა ეგრე, მაგრამ ჩემპიონები მიწას არ გამხდარა. ხო, მაგრამ ნედვედიც ხა პრინციპში კი, ნედვედი ძალიან კარგი იყო. ფინალი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის. ფინალი ითამაშა იუვენტუსმა, თვითონ არ ითამაშა. თვითონ ვერ იყო, ხო. და ვერც მოიგო ის ფინალი იუვენტუსმა და. მგონი შეეძლო ანრისთვის რომ თვითონ რა წაუგია ფინალი, მაგრამ როსბურთი ანრის ეკუთვნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მგონი ყველაზე დიდი ფეხბურთელია, აი ვისაც ოქროსბურთი არ მოუგია. ტრანსფერებზე თქვა ამ სეზონის წინ მოდიან, იანს ლემანი ვახსენეთ, თქვი რომ სიმენი უფასო წავიდა სიტიში, იმიტომ რომ უკვე ბოლო წლები ქონა კარიერის და გაუშვეს, ლემანი მოვიდა დორტმუნდიდან. იყიდეს გალკლიში, ფილიპ სენდეროსი, სესკ ფაბრეგასი, ანტონიო რეიესი და სულ ამ ყველაფერში. ოღონდ რეიესი ზამთარში. დაიხარჯა 27 მილიონი. აი ეს არის იმ იმაზე პასუხი რომ იყო რეიესი მაგიდან, მაგ 27-დან. ამ დანარჩენი იყო ძალიან პატარა თანხები. ანუ არსენალს არ ქონდა რეალურად ის თანხა რომ რაღაცა გაესროლა დიდ ფეხბურთელში. აქედან სენდეროს საერთოდ არ უთამაშია, იმიტომ რომ ტრავმა მიიღო, ძალიან მძიმე და მთელი სეზონი გამოტოვა. ფაბრეგას ქონდა სულ 3 თამაში, მაგრამ რაც შეეხება ლემას, კლიშის და რეიეს, სამივე იქცა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. კლიში იყო ყოვლის ერთ-ერთი შემნაცვლებელი და საკმაოდ ბევრი თამაში თამაშა. ლემანი იყო ძირითადი. ინვესტიციის ამბავში ხე კლიში როგორც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოდგა წლების განმავლობაში, სანამ სიტიში წავიდა და მე ხო და იგივე ფაბრეგას იყო საერთოდ რა ვიცი. კლიში სიტიში გადავიდა მგონი 2014 ან 15 წელს, ანუ გამოდის რომ 10 წელი მინიმუმ არსენალის ძალიან კარგი წველი იყო თავიდან. კოულის წასვლა შემცვლელი და მერე ძირითადი. ისეთი დონის ვერ იყო რა თქმა უნდა ეხლა არა ვერ იყო, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იყო ნორმალური კარგი ფეხბურთელი. ანუ სამომავლოდ კარგი ინვესტიცია გამოვიდა პლუს ეს ტრანსფერები. ნუ ამ ხრივაც გენიოსი იყო არსენ ვენგერი, ისე არჩევდა მოთამაშეებს და ისე მოყავდა, რა პრაქტიკულად ფოკუსები ჩაატარა, ფულის იხარჯებოდა სტადიონის მშენებლობაზე და ხელფასებს ლიუსი ხდიდან, ცნობილია ძალიან სერიოზული ფინანსური კრიზისი ჰქონდა არსენალს და ამის მიუხედავად მაინც ახერხებდა რომ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები მieყვანა არსენალში და შემდეგ ჩამოაყალიბებინა ვარსკვლავებად და გაეყიდა გაცილებით ძვირად. კი, სელექცია ჰქონდა ძალიან მაგარი და მინდოდა რომ ზუსტად ვენგერით დაგვეწყო ამ გუნდზე საუბარი და ზოგადად მის პერსონაჟებს ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. უცნაური ფრანგია, ვისაც შეგიმჩნევთ მის სახელი და გვარიდან გამომდინარე, რა თვალსაზრისით. ვენგერი არის ელზასი ესეთი რეგიონია აღმოსავლეთ საფრანგეთში, რომელიც ესაზღვრება გერმანიას. ადრე გერმანიის ნაწილიც იყო. ნაწილი იყო და გერმანულად სხვა სახელი ქვია ალზასი და ლოტარინგია, ფრანგულად ელზასი და ლორენი და აქედან არის ეს აი სტრასბურგი ქალაქი სწორედ ამ რეგიონის ცენტრია. რომელსაც ასე ფრანგული სახელი არ ქვია, სტრასბურგი. ესეც არ არის ფრანგული სახელი ზუსტად და ძალიან ეგეთი ოჯახი ჰქონდა ვენგერების ოჯახი იყო. ჰქონდათ ავტონაწილების მაღაზია. ბიზნეს, ანუ მეწარმეთა ოჯახი იყო. ავტონაწილების მაღაზიას ფლობდნენ და პატარა ბისტროს ამ ვენგერის პატარა ქალაქ დაბაში, ესე ვთქვა. დუტენჰაიმი ერქვა კლუბსაც. მე აქ ფრანგული სახელია ეგეც ძალიან. კი ბატონო. ხო, დუტენჰაიმში მე ძალიან საინტერესო ისტორია რომ მაგალითად ვენგერი მთელი ცხოვრება კი ვიცით რომ ფეხბურთელი იყო და იქ სტრასბურგში აქ ნათამაში მაგალითად ერთი სეზონი, მაგრამ იქამდე იყო აი ნახევრად ფეხბურთელი რა, არ იყო პროფესიონალი არასდროს, სულ თამაშობდა რაღაც სამოყვარულო დონეზე, მაგრამ თან სწავლობდა ამ კაცს აქ რაღაცა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, კიდე რაღაცები სასწავლი აქვს, თან მუშაობდა და ასე შემდეგ, ანუ წვრთნელობდა, მოთამაშეობდა და თან სწავლობდა, ბევრ რამეს ახერხებდა. და თან ყველაფერი პირველი იწყება იმით, რომ თავის სოფლის გუნდში, დუტენჰაიმში, რაღაც დროს წვრთნელი არ არსებობდა გუნდის, იყო მარტო first team coach-ს ეძახიან, ანუ ვინც ვარჯიშებზე გეუბნება, რომ ახლა კვადრატი ითამაშეთ და ახლა ეს გააკეთეთ. ვენგერი ჩაუდგა როგორც მოთამაშე ამ პროცესს სათავეში და ჯერ კიდე რაღაცა თავის ადრეულ 20-იან წლებში აკეთებდა იმას, რომ წვრთნელობას ითავსებდა. წაიყვანეს საფრანგეთის სტუდენტურ საფეხბურთო ნაკრებში. უცნაური რაღაცა ეგეთი არ ვიცი მე არ გამიგია, მაგრამ რომელმაც ითამაშა სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე და 1976 წელს იქ წავიდა, ოღონდ მიიღო ტრავმა და რა გააკეთა? გახდა მწვრთნელი ამ ნაკრების ასისტენტ კოუჩი გახდა, ანუ მწვრთნელის ასისტენტი და მოკლედ აქედანვე მოიგო მე სტუდენტთა ევროპის ჩემპიონატიანად რა? ვერ მოიგო საფრანგეთმა, მაგრამ უკვე ვენგერი მიხვდა რომ მისი საფეხბურთო კარიერას დიდი პერსპექტივა არ აქვს და მწვრთნელობისკენ უნდა წავიდეს. ოღონდ მაინც ერთი სეზონი ფეხბურთელადაც გაატარა სტრასბურგში 1978-79 წლებში ითამაშა სტრასბურგში. მაშინ სტრასბურგი არ არის კაი გუნდი ხო ხო? არ არის, მაგრამ ჩემპიონი გახდა სტრასბურგი ლიგა 1-ის. კი. როგორ არა კაი გუნდი ჩემპიონი თუ არა, არ იყო ზოგადად, მაგრამ ერთ უცებ გახდა ჩემპიონი. თუ შენ თქვი რომ კაი გუნდიაო, მაგრამ არა, არ იყო კაი გუნდი თქო.
არ მახსოვს განალაგეთ. ანუ სტრასბურგი ხდება ჩემპიონი, როცა ვენგერია სტრასბურგში? მართლა? კი. და ვენგერი თამაშობდა ერთ წელიწადში ამ ჩემპიონობიდან ანებებს ბოლო ამბობს რომ, ოკეი? და იღებს მწვრთნელის ოფიციალურ დიპლომს პარიზში, ლიცენზიას ეუფლება და უკვე მერე 84 წელი ნანსი, 87 წელი მონაკო, სადაც უკვე თქვი, მერე არის ნაგოია იაპონიაში და უკვე მოდივართ არსენალთან. ძალიან უცნაური ისა აქ რაღაცა. ხო, დევიდ დინის დამსახურება რა, მოყევით არსენ ვენგერის. მერე ნდობის ამბავია რაც მოყევი რომ რაღაც სრულიად შემთხვევით შეხვედრის შედეგად სანთებელა მაგიტო ახსენე რომ ანუ ბევრგან მაგ ისტორიაზე როცა დევიდ დინი და ვენგერი ხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ მოხდა აქ შეხვედრა რომ ვენგერმა რომელიც მაშინ ეწეოდა სანთებელას თხოვა დევიდ დინის ცოლის მეგობარს. სანთებელა ხომ არ გაქვთ. მერე გაიგო ამ ქალმა რომ არსენ ვენგერი მწვრთნელი უი მე იმის მეგობარი ვარ და ესე გააცნო ერთმანეთს არსენალის ვიცე თავმჯდომარე ბორდის და არსენ ვენგერი და 6 წლის თავზე უკვე მწვრთნელადაც დაინიშნა ეს ისტორია როცა მწვერვალობა კაი აღმოჩნდა ხედავ? თქვით რომ ვენგერის გუნდია მთლიანად ჯერ ერთი მაგას ჩვენი თქმა ალბათ არ დაჭირდებოდა იმიტომ რომ 6 წელი კი არ და 16-დან 3-მდე ხო არის უკვე 7 წელი ხო გუნდს თქმის და ცხადია რომ მისი გუნდი იქნება მაგრამ როგორი იყო ეს გუნდი ეგეც ვთქვათ ვთქვით რომ შემადგენლობა რაღაც კლასიკურად 4-4-2 იყო მაგრამ რეალურად ალბათ ეს არის პერიოდი როცა ინგლისში ნელ-ნელა ანუ ფერგი უფრო მერე აკეთებს ამას ჯერ პირველი არის ვენგერი როცა ეს კლასიკური ბრიტანული 4-4-2 ნელ-ნელა ტაქტიკურად ოდნავ იცვლება და მაგალითად დენის ბერკამპი არ არის კლასიკური საჯარიმოს ფორვარდი და რეალურად 4-2-3-1-საც ხანდახან გავს რომ ჩამოდის ქვემოთ ან რჩება თავდამსხმელი და ფლანგები ავსებენ სივრცეს წინ ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი აქ მე მგონი პატრიკ ვიერას როლი მთელი ამ გუნდის მუშაობაში იმიტომ რომ მაგკაცის უნარი რომ box to box საჯარიმო და საჯარიმომდე ირბინოს დაუღალავად შეუჩერებლად და თან საკმაოდ სწრაფად ამ გუნდს აძლევდა შესაძლებლობას და საშუალებას რომ ეთამაშა ის ფეხბურთი რასაც თამაშობდა ანუ ვიერას გარეშე მე მგონი შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც ანრის უცნაური რა არის ეხლა რაც თქვით ჩემ წარმოდგენაში რატომაც ჟილბერტო უფრო შემტევი ფეხბურთელია ვიდრე სილვა ვიდრე ვიერი უფრო მაგარია ვიდრე ანდრე არა სილვაც იყო ფეხბურთელი კაცო ჟილბერტოც იყო ფეხბურთელი ცალკე მაგრამ ერთადაც იყო ნაკრებში ჟილბერტო სილვა იყო და ჟილბერტო სილვა და ჟილბერტო მართლა უფრო შემტევი იყო ვიდრე ეს მაგრამ ჟილბერტო სილვა უფრო შემტევია ჩემ წარმოდგენაში ვიდრე პატრიკ ვიეირა არ ვიცი სიბრალია უფრო ალბათ ბრაზილიელი შეიძლება ხო ანუ თან ძალიან ტექნიკური იყო მეხოთ იმისა რომ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური საყდენი იყო ჯანიანი ლიდერი უჭყვიანესი იყო ხო აი რაღაცა იყო ხოთა საყდენად ბოლომდე ვერ აღვიქვავ რა უფრო ვიეირა ჩემ წარმოდგენაში კლასიკური საყდენი ვიდრე ჟილბერტო სილვა რომელიც რა თქმა უნდა ასევე საყდენი ხელმძღვანელია ძალიან მებრძოლი მაგრამ ამავე დროს ძალიან ტექნიკური და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ამ გუნდში და მე არ მგონი საერთოდ ამ გუნდში ალბათ აი პოზიციას ვერ იტყვი მაქსიმუმი რაც შემიძლია თქვა არის მარჯვენა მცველი, სადაც ასევე ლორენს ძალიან დიდი დატვირთვა და როლი ჰქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კოლოტური ავსებდა ამ სეზონში უთამაშია რამდენჯერმე იმ პოზიციაზე. სხვა ყველა 10 ფეხბურთელზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. აი ერთი სამოგდებით პრობლემები გაჩნდებოდა. ოღონდ იმიტომ რომ ჩვენ კატეგორიაც გვაქვს. ხო. ის ჯინობილი ვინ არის ამ გუნდის, ხო, ეს სუპერ საბი. ამ გუნდზე ვერ მოვიფიქრე, არავინ არ არის. არავინ სუპერ საბი პასუხი არ არის ამ სეზონში. მე მაგ პასუხი მაგაზე არ თქვა ჯერ. შემოინახე ინტრიგა. კატეგორიებში თქვა. კარგი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც ამ გუნდს ახასიათებდა და მე მგონია რომ მაგის თქმის გარეშე ძალიან არასრულყოფილი იქნება ეს ეპიზოდი არის რომ ამ უდიდეს საფეხბურთო ნიჭთან ერთად და რადგან ლაპარაკობთ რომ რა მაგარი ფლანგელი იყო პირესი და როგორი სწრაფი იყო ანრი და როგორ კითხულობდა თამაშს ჟილბერტო ამ გუნდს ჰქონდა კარგი გაგებით სიუხეში და ძალიან დიდი ჟინი და აი რაღაცა ხასიათი ქონდა გამბექები ხარ რაც თქვით ხო ძალიან მეორე გამბექი ეგეც ხასიათისთან გამომდინარე ტიპაჟები თუ აიღო ფეხბურთელები ხო ეხა დედიკოს ბიჭი არავინ არ იყო არა არც ლიუნბერგი მიუხედავად იმისა რომ რაღაცებს აბრალებდნენ მე საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური იყო რა დაბრალებით ყოფილი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ცხადი იყო რომ მაგას აბრალებდნენ ლიუნბერგს და რონალდოს რომ შო უიჭველი ვიცით ხო და გადამწყვეტ მომენტებში იცოდა ხოლმე გოლის გატანა ასაიდან გამოხანდება ლიუნბერგზე მეჭვი მაქვს რომ მიზეზი იყო დაბრალების ისო თმა ქონდა ყოფილი უიჭველი და 2003 წელს მithumedes მაგას დააბრალებდნენ მაგრამ ლიუნბერგი ასევე ისეთი მებრძოლი ძალიან ძლიერი ხასიათის ტიპაჟი ხო პირესი მიუხედავად იმისა რომ ორივე ძალიან ტექნიკური იყო ამავე დროს აი შეეძლო თუ რამე იყო ფეხი მოეთეხათ ვიღაცისთვის არა პრობლემა ანრის ხა ბერკამს ხასიათის პრობლემა არ ქონდა მიუხედავად იმისა რომ ბერკამს შეიძლება დააბრალო ვინერები არ და ეშინოდა და 4
მანიაკი და უკან ახლა ისინი კაცის კვლელები, კაცის ჭამიები, ხო, ვიეირა, ჟილბერტო ჟილო, სოლ კემბელი, კოლო ტურე, განსაკუთრებით მანჩესტერი არსენალის აი ამ საფეხბურთო დაპირისპირების კლასიკური საფეხბურთო დაპირისპირება მაგ პერიოდის მანჩესტერი არსენალი, რომ მაგათი თამაშები იყო, აი ფეხბურთი თუ გიყვარდა, შანსი არ იყო ეგ გამოგეტოვებინა რა, იმიტომ რომ ეგეთი მაგარი იყო, ალბათ აი მოურინიო გვარდიოლას პერიოდის ბარსა რეალი და ეგ ფერგი არსენ ვენგერის აი მაგ პერიოდის მანჩესტერი არსენალი იყო საფეხბურთო კლასიკა დღესაც უსიამოვნებთ უყურებ. მაქედან ახლა ერთ რაც მახსოვს ამ სეზონის წინ შეხოთაშორის შეხვდნენ ერთმანეთს ჩერეტის შილდზე. სუპერ თაზზე შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც ნახე უნიშნულო ტურნირია. იქ ხაც დახოცეს ერთმანეთი. მაგ თამაში არის რომ ჯეფრისი სამ წავიდა, ჯეფრისი ხო მიდის ამ სეზონის წინ. მან იღებს წითელ ბარათს. რაღაც სიგიჟეს აკეთებს, სრულს კლაუს ვიღაც ფეხს უტყამს თუ რაღაცა. მაგ სუპერ თაზზე სადაც რომელიც ამ ხანაგური თამაშია ლამის ხო, მაგრამ ამათთან წარმოუდგენელი იყო. კი, არა, სერიოზული რაივალრი იყო. ფილმის კვერას და როკინის ურტყავდა ფეხს. ხო, კლაუს ფაქტობია. აქეთ ისეთი ტიპები არ იყვნენ, ანუ არსენალში ძალიან მებრძოლი და მიუხედავად იმისა, უტექნიკურეს, ულამაზეს და ძალიან შემდგომ ფეხბურთს თამაშობდა, ამავე დროს ძალიან ძლიერი ხასიათის პატრონი, სათითო ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელი. თამაში ჭირდებოდა ფიზიკური მომზადებაც, ხო, ეს ვერტიკალური ფეხბურთი, რასაც თამაშობდა არსენალი, პრაქტიკულად ბურთი არ შერდებოდა ცენტრში. ეხლა დღეს უფრო პოპულარულია რომ ეს ტიკიტაკა, რაღაც უფრო გააგორე გამოაგორე, არსენალი თამაშობდა ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირ ფეხბურთს, უსწრაფეს რაც მოითხოვდა ძალიან სერიოზულ, ანუ გარდა იმისა, რომ მებრძოლი მოთამაშეები იყვნენ, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო არსენალი. მაგითო ყავდა ეს ხალხი. სწრაფეც, ანუ სწრაფიც უნდა ყოფილიყო ამავე დროს. კემბელი, ვიეირა, ყველა იყო ძალიან ათლეტური. და ამ ამბავზე ეს ხასიათის და ბრძოლის უნარობის ამბავზე ორი ციტატა რაც მომზადებისას ამოვარდა, არის ერთი. დომინიკ მატეო იხსენებს, მაშინ უკვე ლიცის კაპიტანი იყო. პირველ თამაშში ელანდ როუდზე რაღაც ისეთი მოხდა, რაც მე შევამჩნიეო. ვიეირასა და ერიკ ბაკეს შორის. რის გამოც სეზონის უკვე ბოლო არის, თითქმის 4 ტურით ადრე, არსენალი ჰაიბერიზე მასპინძლობს ლიდს და იხსენებს ეგეთ ამბავს, რომ აი ჩვენ გამოვედით უკვე უცნობილ გვირაბში გავართ და გამოვიდა არსენალი და ვიეირა წამოვიდა კაპიტანი და სპეციალურად ერიკ ბაკეს დაეჯახა, ანუ მიარტყა და ეს უყურა თვალებში, იმიტომ რომ აი მაგ გვირაბიდანვე აჩვენა, რომ აი დავიმახსოვრე ის ამბავი და მე 5-0 მოუგეს ანრემ შეასრულა პოკერი. მაგ თამაშში და ასევე ну ხო ის ცნობილი ამბავი კინთან ერთი სეზონით მე ხდება ეგ ისევ იმაში რა ქვია გვირაბში და არის რომ მაგალითად ფრედი ლუმბერგი იხსენებს ერთ-ერთ გადაცემაში რაც არსენალის ტაქტიკურ მომზადებაზე ამ გუნდზე საუბრობს და იხსენებს რომ ერთი მომენტი იყო როცა პირესი გაიყვანა ვენგერმა მე გადამწია მარცხენა ფლანგზე და მარჯვნივ შეიყვანა რეიესი და მე და ეშლიკოული ერთად თამაშობდით და რაღაც მომენტშიო ჩავედი დასახმარებლად დაცვაშიო ეშლიკოულის წვა და ეშლიკოულმა იმ ვინგერის თუ იმ ფლანგელის გასაგონად ვინც თამაშობდა მოწინააღმდეგე გუნდში მითხრა რომ ეს მე ჯიბეში მყავს I have him in my pocket და შენ წადი ზემოთ არ მჭირდები და ანუ იმ ტიპს შევხედეო ამ დროს და გაშრაო რა თანაწმობად მართალი იქნებოდა ხა ეშლიკოული ძალიან მაგარი იყო და ეგეთი გუნდი იყო რომ აი რაღაცა თავხედი იყო რა, კარგი გაგება. და ასევე ცნობილია რომ ტიერი ანრის ფაქტორი, აი მე ბევრი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, ნანახი ყველა მაგაზე საუბრობს, რომ როდესაც ანრის ხედავდნენ, რაღაცა შიში შეგრძნება ეუფლებოდათ, რომ იცოდნენ მსოელებმა განსაკუთრებით, რომ სურო უკეთ ითამაშო, სურო ვერ ითამაშოს არსენალმა, ყავთ ანრი, რომელსაც შეუძლია რომ აიღოს ბურთი ცენტრში, წამოვიდეს და მარტო შექმნას თამაში. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი, ανრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ამობენ მეტოქე გუნდის მოთამაშე. ამ სეზონში შეუჩერებელი იყო უბრალოდ 30 გოლი შეაგდო პრემიერ ლიგაში, რაც 31. 30 და რონალდომ მოუხსნა 31 გოლით. ანუ სიგიჟეა 30 გოლი პრემიერ ლიგაში, 38 ტურიან პრემიერ ლიგაში, 42-იანში გასულა, მაგრამ 38 ტურიან პრემიერ ლიგაში 30 გოლი სიგიჟეა. სტატისტიკები თქვათ რა ხან მაშინ ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. პირესმაც არ გაიტანა ცოტა შორის მაგის ფონზე. მახსოვს მე მგონი ძალიან მეორე. პირესი არ მეორე ადგილზე, ესე ყველა ტურნირის სტატისტიკებია ეს. ესე იგი, პირველზე ცხადია ანრია 39 გოლი, 15 საგოლე პასი, პირესი 19 გოლი, 14 საგოლე პასი, მესამე ლუნბერგი 10 გოლი, 9 პასი, ედუ 7 გოლი 4 პასი და მეხუთეზე დენის ბერკამპი 5 გოლი 9 პასი. ედუს შემთხვევაში გენიალური, იმიტომ რომ ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 2 გოლი გაიტანა და ორივე გაუტანა ძალიან მნიშვნელოვანი ჩელსისთან. და მე ჩემი ერთ-ერთი რაც მახსოვს ბავშვობიდან რა, ბავშვობიდან რომ გამოყვება რაღაცა, რაც არ გადამიმოწმებია მე, მაგრამ უბრალოდ ჩამრჩა რა. ამ წელს არსენალი სელტას შეხვდა ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში და იმასაც ყავდა ედუ. ორიომ გაიტანა. და ორიომ გოლი შეაგდო. აი მახსოვს მაშინ დამახსოვრდა რა. იქიდანაც ედუმ გაიტანა, აქედანაც ედუმში ამათან დუბლი შეასრულა.
და პირველი 3 გოლი თამაში იყო, რომ ედუს გოლები. ეს ის უკეთესი ედუ იყო. ოღონდ, რა თავარი ეს ედუ, ის ხო უკეთესი ედუ იყო ჩემი აზრით. ანუ როგორც ცალკე ინდივიდუალურად ეს რო იყო, უკეთესი იყო ის ედუ ამ ედუზე. მაგრამ ეს ედუ არსენალს თამაშობდა და მე დღეს ნახულობდი სხვა შორის და ბიჭო, ტიპს აქვს 167 თამაში თუ რაღაცა კარიერაში ჩატარებული. გავგიჟდი. არსენალის ედუს? ხო. თელ კარიერაში. აი ეზარებოდა თუ რა. არ ვიცი, ეგეთი რაღაც არ მინახავს. 200 თამაშს არ ეთამაშოს ტიპს კარიერაში. ძალიან აბუდიაბი კიდე სამწუხაროდ იყო ეგეთი. ტრავმები ექნებოდა ალბათ. რომელსაც მომდენი ტრავმა ქონდა, მიმებიც არ მე ცნობილია სხეული აბუდიაბის და ყველა წერტილზე რო ტრავმა აქვს გადატანილი. მაგას ძალიან ბევრი ტრავმა ქონდა, კი, მაგრამ ამას არ ქონდა ტრავმა, ბეზულოდ არ თამაშობდა, ეგრე ხშირად ან ძირითადში კი არა და სკამზე იჯდა ხოლმე. მე არ მახსოვს რომ ძალიან ბევრი ტრავმა ქონდა. ძირითადად სკამზე იჯდა. 167 მატჩი ძალიან მეწოდა. როლის ქონდა, იგივე როლი ქონდა დაახლოებით. კი, ნახევარმცველი იყო ცენტრალური, ფლანგზე სანახა უნდამაში. მარტო პრემიერ ლიგაზე რო არ გამოგვივიდეს მიუხედავად იმისა, რომ წაუგებელი სეზონი აქვს, თქვათ სხვა ტურნირებზე რა ქნა არსენალმა. ორივე თორს არ იყო ძალიან, ხო? ათილევსის კუსლი იყო ყოველთვის არსენალისთვის ევროტურნირები. ვერასდროს კარგად აი ვერ თამაშობდა. თუნდაც მაგ წლებში, როდესაც დაფრინავდა არსენალი, ყოველთვის უჭირდა აი ვალენსიამ გამოვაგდო ორჯერ როგორც მახსოვს, ჯერ ჯგუფური ეტაპიდან ოდნავ ადრე ვამბობ, მუდმივად პრობლემა იყო. შემდეგ ეს წაუგებელი გუნდიც კი ამ ჩემპიონთა ლიგაზე ძლივს გავიდა გოლი, როგორ მახსოვს, წვნეულად ვეიმბრიჯის ჩაგაგდო არსენალი. აი მაგ წელს ძალიან მაგარი იყო არსენალი. ჯგუფიდან ძლივს გავიდა პირველი 3 თამაში, 2 წაგის 1 ფრე ჰქონდათ. ინტერი, დინამო კიევი, ლოკომოტივი. მოკლედ მახსოვს. 5-1 მოუგეს. და თასებზეც ნახევარფინალებამდე გავიდნენ მიდლსბრომ გამოვაგდო და იუნაიტედმა. რო რამე ძალიან ბევრიც არ ეკლდათ, რომ აი პოკერის შესრულება შეიძლება ტრიპლი გაეკეთებინათ. რატო იყო ის, რომ არსენალი, ნუ ხა ის პასუხი რომ ხო, მაშინ წაუგებლად ვერ მოიგებდა პრემიერ ლიგას და ამიტომ იქით აღარ იყო ძალები, ეგ მესმის, მაგრამ აი რატო იყო სულ პრობლემა არსენალისთვის ევროტურნირები შენი აზრით? იმიტომ რომ ერთადერთი ფინალი აქვს გუნდს ათამაშები ჩემპიონთა ლიგის 2006 წელს. აი რატო ვერ მიდიოდა? ეს ეპოქაზე ამბობ. ნუ ჩემი აზრით დიდწილად ეს იყო იმის ბრალი, რომ ზოგადად ვენგერი ამდენადაც გენიალური მწვრთნელი იყო, არ იყო იმდენად ძლიერი ტაქტიკოსი, კონკრეტულად აი ის როდესაც საქმე უკვე მიდიოდა აი ორ თამაშიან დაპირისპირებამდე, ანუ ვენგერი სულ თამაშობდა 4-4-2-ის ტაქტიკით. ამას ბევრი ის მიმიც არსებობს. პრაქტიკულად არ შეუცვლია ტაქტიკა მას არასდროს და აი სპეციალურად არ ემზადებოდა ხოლმე გუნდის წინააღმდეგ, ანუ არ ახასიათებდა ის, რომ აი ხა ვეთამაშებით ჩელსის და კონკრეტულად რაღაც ტაქტიკა შევცვალოთ, რომელიღაც მოთამაშე გავანეიტრალოთ, ზედმეტად ჯეროდა თავისი სტილის, თავისი ასე ვთქვათ გუნდის და იყო უფრო მეტად რომანტიკოსი მწვრთნელი, ანუ არ უყვარდა დაცვაში ჩაჯდომა, როცა ცოტა აი ნაივურს რო უწოდებენ, ანუ აი ესეთი გუნდი იყო არსენალი, რაც მე მიყვარდა, სიმართლე რომ გითხრათ, ხა მე მაგიტომაც მომწონდა უბრალოდ არსენალი და მაგიტომაც გავხდი გულშემატკივარი, არ ქონდა მნიშვნელობა 1-0-ს იგებდა, 2-0-ს იგებდა, აი არ არსებობდა რომ დაიწყო დროს გაყვანა და მსგავსი რაღაც, ნუ რა თქმა უნდა, ხა გამართლების მომენტიც იყო, ხშირ შემთხვევაში რაღაც მენტალური მომენტიც იყო, რომ ევროტურნირებზე ვერადავერ ხდებოდა წარმატების მიღწევა, თუმცა შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა არსენალმა და ნუ იქ არ გამომართლა, კარგი არსენალი იყო, ბარსელონაც მაგ სეზონში ბარსელონა უკეთესი იყო, რონალდინიო დაფრინავდა. უბრალოდ თვითონ ფინალში მგონია, რომ აი ის მომენტი რო არ ყოფილიყო ლემანის გაძევება, არ ვიცი, მე მგონია, რომ მოიგებდა არსენალი, თუმცა ლემანის გაძევება რო ყოფილიყო 1-0 ხდებოდა ანგარიში. კარგი. წავედით კატეგორიებზე. ჩემი საყვარელი წავედით კატეგორიებზე. არის რამე ისიც თქმაც გინდოდა და მე მინდოდა კიდე რაღაცების დამატება. ანუ ჯერ ერთი ის რომ ჩემ წარმოდგენაში მაინც ეს გუნდი ეს 4-4-2 რაც ვილაპარაკეთ, ძალიან გამოკვეთილად არის მართლა 11-ეული ამ გუნდის და ეგ შეიძლება რაღაც შემთხვევაში ცუდი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი კარგია პირიქით, ძალიან ბევრი გამორჩეული ბევრი ლიდერი ყავდა ამ გუნდს. და მათ შორის ერთი იყო გამორჩეულად ლიდერი და თან რამდენი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც მართლა რომანტიკულ ფეხბურთთან ასოცირდება რა. ანრი ხო უდიდესია ერთ-ერთი მაგ ამბავში. ბერკამპია ალბათ საერთოდ გოუთია. დეფინიცია. ხო, აი ეგ არის რა, ეგ არის რომანტიკული ფეხბურთი დენის ბერკამპი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საწყენი გოლის ავტორია ეგ ადამიანი, ხო? იმდენად მაგარი იყო, რომ ყველანაირად ვაპატიე ის ტკივილი. მაინც რა სულძელი ადამიანი ხარ, აი. არა, ნუ საოცარი კაცი იყო. საოცარი ფეხბურთელი იყო. უდიდესი სიამოვნება აქვს ჩემთვის დენის ბერკამპს მომენჭებული, მიუხედავად იმისა, რომ არც მანდის გულშემატკივარი ყოფილა არასდროს და არც არსენალის ბერკამპის თამაშისგან მე რაც მის სიამოვნია, ეგრე სიამოვნება არ მიღა არაფრისგან ალბათ და ტიერი ანრი არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ბარსელონაში აღმოჩენილიყო და ერთ-ერთ ჩვენ წინა გადაცემაში მომენტ ბარსელონაზე ვისაუბრეთ, რომ ისეთი გაგიჟებული
ვიყავი რომ მოთხრობაც კი მაგ დაწერილი, სადაც ანრი გადადის ბოლოს ბარსელონაში და 3 წელით ადრე მოხდა, ეგ სანამ გადავიდა, კი 4 წელით ადრე მოხდა, დავწერე. ამ სეზონის მერე დავწერე. 2004-ში მაგ დაწერილი ის მოთხრობა მარტო. ესე იგი უყურა და ამ სეზონის მერე რო გამაგიჟა ანრი 30 გოლი რო გაიტანა რაღაცა, ამ სეზონის მერე დავწერე ბოლოს მოთხრობა რომ გადავიდეს ტიერი ანრი ბარსელონაში თქო და კი მოხდა 4 წლის მერე. გარდა ამისა, რის თქმა შეიძლება ერთი კიდე. ლევერკუზენის დაუმარცხებელ სეზონს თუ გავიხსენებთ, რომელიც ახლა იყო, ხო? ბუნდესლიგა ხო ეგრე მოიგეს. იქ ლევერკუზენი რამდენჯერ იყო ახლოს წაგებასთან და ბოლო წუთებზე რამდენი გოლი გაიტანეს, ხო? ამ სეზონში არსენალი რო გადახედო პრემიერ ლიგას, ერთხელაც კი არ ყოფილა ეგეთი სიტუაცია. აი, საფრთხეც კი არ შექმნიათ, რომ აი ეს კამბექები რას თქვით? იყო, აი ეს მანჩესტერი. ეს კამბექები რას თქვით? ეგეც ისეთი კამბექები იყო, რომ მანამ თავიდანვე მალევე ხდებოდა, ხო? შენ ამოფრო წაგებულ პოზიციაში არ ყოფილი. აი ეს იყო მანჩესტერის. მაგ თვალსაზრისით დღეს საფრთხე ძალიან რეალური იყო, იმიტომ 92 წუთზე პენალტი ხო, მაგრამ არ აგებდა არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ბოლო წუთზე ვაგებ და უიმ უნდა გავათანაბროთ. თუ აგებდა ამ სეზონში არსენალ პირველ გოლს თუ უშვებდა სადაც მე-15 მე-20 წუთამდე და დიდი ალბათობით ძალიან ხშირად პირველივე ტაიმში მოტრიალებული ქონდა ის თამაში უკვე რა. ამიტომ ძალიან წყნარ საბოლოო ჯამში ხო ხა ბოლო ტურში ლესტერთან გაუშვეს თავიდან და კი, მანდაც კამბექი იყო. ეგრევე დაატრიალეს მალევე. მაგრამ აი ეს სიტუაცია რომ ვაიმე ხო არ შეიძლება წავაგოთ, ერთადერთხელ იფიქრებდნენ მანჩესტერთან, მაგრამ ხა მე-6 ტურში არ იფიქრებ რომ ვაიმე წავაგებელი სეზონი გიფუჭდება. აგის მერე არ ნერვიულიად საერთოდ, აი უმშვიდესად მივიდა იქამდე რომ ისტორიული სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, რომლის გამეორებაც იმის ფონზე რომ უდიდესი ლივერპული ვნახეთ კლოპის ბოლო წლების და გამორჩეული სიტი ვნახეთ გვარდიოლასი, რომელიც აი ყველაფერს ჭამდა და ყველაფერს იგებდა, მათაც ვერ მოახერხეს, რომ წაუგებლად დაესრულებინათ სეზონი, ხო? არა და ლივერპულმა პანდემიის წლებში რამხელა უპრეტესობით მოიგო და სიტისგან გვახსოვს 1-2 სეზონი, როცა ძალიან დიდი უპრეტესობით მოიგო. იმათაც ეგენი არ დამიჩაგრო მანჩესტერის ფერგი ამის მერე 5 პრემიერ ლიგა მოიგო. ხო, მაგანაც ვერ მოახერხა. არა, წარმოუდგენელია, მართლა წარმოუდგენელი შედეგია, იმიტომ რომ მე რაც მახსოვს, ხა ლევერკუზენი აეხლა რო იყო გერმანიაში, ბარსელონა რო იყო ახლოს, როცა ლევანტესთან წააგეს ბოლოს წინა ტურში და მორჩა ეს არსენალი. მილანი არ მახსოვს ხა ის მილანი. ხო იყო. კონტესი იუვენტუსი იყო, კი ბატონო, იუვენტუსი იყო. ეგ სეზონი არ არის? სალიმუნტარის რო გოლი არ ჩაუთვალეს. და ჩემთვის ყველა სასიამოვნო ის არის პლუს რომ ეს ამ რაღაც სასწაული შედეგის დაფიქსირება მოახერხა გუნდმა, რომელიც თამაშობდა ძალიან თავისუფალ ფეხბურთს, ანუ არ თამაშობდა შედეგზე ორიენტირებულ ასე ვთქვათ და პრაგმატულ ფეხბურთს, ნამდვილად თამაშობდა ამავე დროს. მithme ისეთ ფეხბურთელები ყავდა, რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო და ერთი რაც ოღონდ ეს დაკნინების ამბავში გამოდის, 12 პრე ითამაშა ამ სეზონში არსენალმა და ძალიან ბევრი სეზონი იყო საერთოდ განსაკუთრებით გვარდიოლა კლოპის პერიოდის სეზონები, როდესაც ეს არსენალი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. არ ეყოფოდა ეს კლუბი. არ ეყოფოდა, ხო, 90 ქულა აქვს და ბევრი იყო სეზონი 3 სეზონი აქვს. კი, 90-ს. ეგეთ სეზონს ბევრი იყო. კატეგორიები და მათ შორის პირველი ეს გუნდი 2003-4 წლების არსენალი გაკაჩავდა თუ არა დღევანდელ ფეხბურთში, დღევანდელ პრემიერ ლიგაში, დღევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე. რას ფიქრობთ? გაკაჩავდა შეეგულისხმება. ხო, კარგი, მოდი რო გაკაჩავდა ეს მე მგონი კითხვას არ უნდა ალბათ რომ ანუ არ გავარდებოდა ახლა პრემიერ ლიგიდან. მაგრამ აი იქნებოდა თუ არა წაუგებლად ვერ მოიგებდა ალბათ. ერთ-ერთი ფავორიტი მაგალითად ჩემპიონთა ლიგის. მაგალითად. იქნებოდა თუ არა პრემიერ ლიგის გამარჯვების ფავორიტი. იქნებოდა, რა ვიცი. ნეტავ ეხლა ყავდეს ისეთი ფეხბურთელები მაშინ რო ყავდა. ნუ ეხლა ეს ზოგადად ისეთი კითხვა არის, იცვლება ფეხბურთი და იგივე ტაქტიკით, რასაც არსენალი თამაშობდა, შეიძლება ნამდვილად ისე არ იქნებოდა. იმიტომ რომ დღეს სხვა სტანდარტები არის, მაგრამ ნუ აი ფეხბურთელები რო არისო, ის ფეხბურთელები დღევანდელ ფეხბურთში რო ჩააგდო, მგონია რომ ნამდვილად იქნებოდა. მე მგონია რომ დღევანდელ არსენალს თავზე ბურთს გადაახეოდნენ. იცი რა, აი ეგ არის ისტორიის პასუხი რა, რომ ერთ-ერთი ის გუნდი რო გადმოსვა იმ სტრატეგიით და ტაქტიკით, ხო? ცოტა გაუჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ მალევე აუღებდა ალღოს ვენგერი და უცებ შეცვლიდა ერთოს პატარას და მაგრამ მგონია რომ ანუ ეს მინიმუმ პრემიერ ლიგაში მაგალითად ეს არსენალი, მაგალითად ტრებლ მომგები მანჩესტერი. დღეს რო ჩასვა კლოპის ლივერპულსაც და პეპის სიტისაც, რომლებიც რაღაც ბოლო წლებში პრემიერ ლიგის უდიდესი გუნდები იყვნენ, ორივეს დაჯაბრინდნენ ძალიან. ხო? აი
მგონია რომ ის იმ გუნდისა ეს ფიზიკურობა კი აქ შეგვიძლია რომ რაღაც იმაზე ვილაპარაკოთ რომ როდრი აკეთებს 96 ზუსტ გადაცემას 97-დან თელ თამაში მაგრამ მან ნახე რაღაცები გასწორებული კიდე უნდა გაითვალისწინო და გამოჩნდა თამაში ხო აი ნახე არ არის ეგრე რატო არ არის ეგრე ნახე უნდა გაითვალისწინო ის რომ მაშინდელი საჯობაც იმ ფეხბურთთან ადეკვატური იყო რა დღეს რომ ლორენი გააკეთებდა მაშინ რომ ისი გაგდება და ყველა თამაშს დაამთავრებდა 10 კაცით მანჩესტერის და ეს არსენალი პატრიკ ვიერა ჩაატარებდა 13 თამაში აი პოინტი შეინახე ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას გამოგვადგება ჩემი აზრით კაი ნუ თანხმდებით რომ ერთ-ერთი დიდი გუნდი იქნებოდა კი არა ეხლა ძალიან საინტერესოა ამ სეზონის პრემიერ ლიგის ანუ ინგლისის მაუნთ რაშმორი რო კეთდებოდეს ვინ იქნებოდა ის 4 შენი აზრით საერთოდ ყველამ თქვა მოდი სტუმარმა დაიწყოს მე გამოვარჩევდი ანრის რომელიც მართლა დაფრინავდა იმ წელს და იყოს შეუჩერებელი და ეგეთი სეზონი ზოგადად იშვიათად მახსენდება ერთ ფეხბურთელს ჩაეტარებინოს არამხოლოდ შედეგებით აი სტილით როგორც თამაშობდა აი ერთი თავით მაღლა იდგა ყველასი აი გამოდიოდა და მარტო ხანდახან ეთამაშებოდა და მარტო იგებდა თამაშებს ანრი უდაოდ არსენ ვენგერიც ვიტყოდი რადგან შემოქმედი იყო მთავარი იმ გუნდის რომელმაც ისტორია დაწერა მაგუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი პატრიკ ვიერა და აი მეოთხე არ ვიცი მეოთხე ალბათ პირესი რომელიც ალბათ საუკეთესო სეზონი მე მგონი ეგ ქონდა მე მაქსიმს ნახდათ ვიტყოდი და აი ვიერა შეიძლება კი მაგრამ მე ვიტყოდი ნახდათ ანრის რა თქმა უნდა ნახდათ ვენგერს პირესთან ძალიან მიყვარდა როგორც ფეხბურთელი რა ვასებოდა ტიპი ძალიან კაი 2002-ში გაის 1-2 წლების სეზონი რო გაიხსენე მაშინ ქონდა ასევე საოცარი სეზონი ჩაატარა ტრავმა რო არ მიიღო რა ვიცი ოქროს ბურთს გაიწევდა ისე თამაშობდა მე მგონი და უნიკალური ფეხბურთელი იყო თან არა პირესი სტილი რო აიღო ვერც გაიხსენე ფაი პლანგის მოთამაშე იყო ეგეთი ვინგერები დღეს რომელიც ძალიან უნიკალური გაერთიანება ქონდა თვისებების როგორც ფეხბურთელის რა კარგი ჟინოლა იყო ჟინოლა მაინც უფრო თავდამსხმელი იყო და პირესი არა რატო იგივე პოზიცია იყო მარცხნა ფლანგის თამაშობდა ის წესს მარცხნა ფლანგის და იყო ისიც ცენტრში შედიოდა ესეც ცენტრში შედიოდა ეს უბრალოდ უკეთეს ფეხბურთელი იყო ჩემი აზრით ბევრად ვიდრე ჟინოლა უფრო სიმპათიური იყო კალებს ევასებოდა უფრო და პირესი ეს შენი მეოთხე მახინჯერ ყოფილა მაგრამ უკეთეს ფეხბურთელი იყო ჩემი აზრით და ძალიან მაგარი იყო და მეოთხე მინდა რომ ვიღაც სხვა გუნდიდან ჩავსვა მაგრამ მართალი ხარ შენ ეცვა ძნელი გასავი ხან ისტორიამ კი 20 გოლი შეაგდო 22 ბევრი გაიტანა ლუის სამ გაიტანა ამ სეზონში ბევრი გოლი სხვათა შორის და ფულემიდან გადავიდა შუა სეზონში და მაგრა ითამაშა ძალიან მანჩესტერში ეს კაი სეზონი არც გონია არც მერე ლამპარდს ჰქონდა კაი სეზონი აი ჩელსიში თუ ვინმეს ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ ამდენი აი მოდი ლამპარდი იყოს რატო იცი იმიტომ რომ ერთ წლის გუნდშიც მოხვდა და ცოტა არის ძალიან ფეხბურთელი ამ სეზონში რომელიც არ იყო მანჩესტერში ან არსენალში ვინც წლის გუნდში მოხვდა ლამპარდი და ჯერარდი იყვნენ მარტო ლამპარდს მარტო იმიტომ ვიტყვი რომ ჯერ ბევრი გოლი შეაგდო და გარდა ამისა ჩელსიში ამხელა რევოლუცია მოხდა ამდენი ფეხბურთელი მივიდა ეს გუნდი გავიდა მეორეზე რაც 100 არ იყო ჩელსისთვის ახალი ამბავი იყო ძალიან ჩელსისთვის და მიუხედავად ამისა ვერონის კრესპოს დაფის რობენის თუ ამდენი ალექსეის მერწინიც მივიდა სხვადასხვა მიუხედავად მაგათი მისვისა ლამპარდი იყო მაინც ისეთი გამორჩეული რომ წლის ნაკრებში ის მოხდა პრემიერ ლიგის და მაგიტო ლამპარდ შევიყვანა თან მევასებოდა ეგეც პირადი სიმპათიების გამოც მე წავედი მარტო ფეხბურთელების მიმართულებით და მაგიტო ვენგერი არ შემიყვანია თორე რაღაცა მაგ ლოგიკით ცხადია რომ ეკუთვნის რომ მაგაც შემოქმედება არა ზორ მაგას შევიყვანეთ ანრი და პირესი ცხადია ჩემთანაც არიან ჩემ მაუნთ რაშმორზე არის ლუისააც ადგილი იმიტომ რომ კაცმა ფულემში შეაგდო 13 გოლი ფულემი იყო საკმაოდ ცუდი გუნდი ოღონდ სამ სეზონის გამო და იმის გამო რომ კიდე რამდენიმე კარგი თანაგუნდელი ყავდა ბრაიან მაკბრაიდი და ვიღაცები ითამაშა ნორმალურად და გავიდნენ მერვეზე და იანვარში გადავიდა მანჩესტერში და იქ 7 გოლი გაიტანა 12 თამაშდა ნისტელროის თან კონკურენციაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სხვა არსენალს გაუტანა კონკურენციაში არა ერთად თამაშობდნენ ანუ ძირითადად ერთად იყვნენ ხანდახან აი ფორლანი როცა შემოდიოდა საათ ადგილი აღარ რჩებოდა და მოკლედ მაგიტო და სხვა შორის ჰაიბერზე გაუტანა არსენალს მეორე თამაში ფრემორჩა ის ცხადია არ წაუგი არსენალს მაგიტო საათ შემყავს იმიტომ რომ თან ესეთი კაი ტრანსფერი მოიპოვა და მეოთხე ტიპი რომელიც აი ძალიან გამიჭირდა ვინ ჩამესვა ჩემთვის არის ანტონიო რეიესი იმიტომ რომ გონია რომ ამ ტრანსფერის გარეშე არსენალის ეს სეზონი ვერ შედგებოდა იმათ რადაც შედგა იმიტომ რომ ეს კაცი იანვარში ტყუილ არ მოუყვანია ვენგერს მიხვდა რომ შეტევაში და ფლანგზე განსაკუთრებით ეკლდა ერთი ადამიანი რომელიც ამ როტაციას შეავსებდა და ამ ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას რომელსაც ეს გუნდი იღებდა აი უბრალოდ იმ სტილის გამო რაც თქვი ჩაანაცვლებდა იმიტომ რომ ხო აი ანრი ბერკამპი პირესი ლუმბერგი ეს იყო ძირითადი შემტევი ოთხეული თან ცოტა არ გადაუხდია
ცოტა არ გადაუხსნით 20 მილიონი გადაიხადა. ყავდა სულ 3 შემცვლელი. რუან კოკანუ, ვილტორი და ჟერემი ალიადია, რომელიც ალიადია თან ატარა იყო რა, არ იყო ჯერ მაგარი და აი მეოთხე ტიპი ეკლდა ამ ყველაფერს. და რეიესი გადმოვიდა და ითამაშა ამ სამზე უფრო მეტი თამაში თელ სეზონში ვიდრე ამათ შეყავდა. და რეიეს პლუს ისიც ჰქონდა, არ დაგვაუწყდეს რომ გარდა იმისა, რომ ფლანგზე თამაშობდა, თავდასხმელობაც შეეძლო. ხო, მაგით იყო თამაშობდა. თავისუფლად შეეძლო, რეიესი უკან დაწეული თავდასხმელობა. და თან თუ დაფიქრდები, ვილტორი ხო მარჯვენა ფეხიანი ერთ-ერთი საცია იყო. ხო. ამ გუნდში. ამ შეტევებიდან. ამიტომ მგონია რომ რეიესაც ეკუთვნის. დიდი არჩევანის მისცა რა რეალურად ვენგერს, იმიტომ რომ რეიეს შეეძლო, ის შენ როცა ახსენე რომ 4-2-3-1-ით ხდებოდა ხანდახან ის შემო და არა ვთქვა 4-4-2 კლასიკური ხარ ფურცელზე კი ეგრე იყო, მაგრამ ხო, ნუ დინამიკაში იცვლებოდა ხოლმე. რეიეს შეეძლო იმ 3-დან კი არა 4-დან რა ზამზე და 4-დან პოზიციაში შეეძლო თამაში თავდასხმელადაც 10-იანზეც და ფლანგებზეც. ორივე ფლანგზე. ანტონი რეიეს. კაი, შემდეგი. ვინ არის ამ გუნდის მანუ ჯინობილი, სუპერ საბი. ოღონდ აქ იგულისხმება არა მაინც და მაინც სტატისტიკურად ვინც ყველაზე მეტჯერ შემოვიდა თუ რაღაცა ცვლილებაზე არამედ ვინც ეს მოკლე დრო ყველაზე ეფექტიანად გამოიჩინა. მე ჩემ კანდიდატს ვიტყვი რა სანამ შეიძლება და შენ არ არის ამისია ნარდი. ისე გინდა და ამისას ვენდობი 100%. მე ჩემსაც ვამბობ ისე ტაკი მასხარაობის პანჩი. მარტინ კიოუნი, იმიტომ რომ კაცმა ითამაშა 3 თამაში ძირითადში და დარჩენ 6 კიდე სადაც ჯამში გაატარა 11 წუთი მოედნაზე. ანუ ამ სეზონში მარტინ კიოუნს პრემიერ ლიგაში ნათამაშები აქვს 291 წუთი, თუმცა მიახლოვებით რა. 291 წუთში კაცმა მოახერხა რომ მე 21 წლის მეც მახსოვს. ეგ ტიპი მე მეგონა რომ მარტინ კიოუნი ამ სეზონში ისევე როგორც წინა წლებში იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ეს თამაშობდა ზუ, იმიტომ რომ კიოუნი, მარტინ კიოუნი ტიპს იმ მანისტელორის იდაყირო ჩაარტყა თავში 90 წუთი ითამაშა და მორჩა მაგის მე აღარ უთამაში. კი ხო ძვრაღლის ის ვნახე. პოდკასტი ვნახე სადღაც კიოუნი იჯდა, ნისტელორი ეჯდა კი არა ხშირად კიოუნი ერთად იყვნენ რა გადაცემაში იყვნენ ერთად და ამან ბოდიში მოუხადა ექსპერტის როლში. ხო და მაგის მე რა შეხვედრიან ერთმანეთს ეთყობა და ბოდიში მოუხადა. კი და მე ფიქრა მანდრის მაგის მე რატო არ შეხვდნენ ერთმანეთს. აქამდე რატო არ მოუხადა ბოდიში თქო მაგრამ ეთყობა არ ვიცი მაშინ ვერ გავითვალისწინე რომ ბოლოს შეხვედრა იყო ერთმანეთთან. სპეციალურად საკმაოდ სიმპათიური პიროვნება არის კიოუნი. ეხლა მე სულ ცოტა ისე შიშით უყურებდი ხოლმე მიუხედავად იმისა რომ არსენალს გულშემატკივრობ, იმიტომ რომ სულ რაღაც ფეხბურთელი ძალიან ისეთი იყო. აი როჯდებოდა ამ კატეგორიაში. ნუ ხო, იმიტომ რომ რა ვიცი თავარი ეპიზოდი რითაც ხალხს თავი დაამახსოვრებინა იყო ვანისტაროის ბულინგი. ამ წაუგებელ სეზონშიც კიოუნმა ბევრი ითამაშა და მნიშვნელოვანი და ამ დროს აღარ უთამაშია ფაქტობრივად და მაგიტომ მე კიოუნს ვიტყვი. ხო. კაი, მაშინ მე ვიტყვი და მე შენ იმათ შემოვინახოთ ეს. ჩემთვის კი ამ ხელა ის გაუკეთე შესავალი რომ მაინც და მაინც შეცვლაზე შემოსulis რაოდენობა არ არის თქო მნიშვნელოვანი თქო. მაგრამ ეგეთი კაცი ავირჩიე. ეგ არის ედუ. არა იმიტომ რომ ბევრჯერ გამოვიდა შეცვლაზე, 20 ჯერ შემოვიდა შეცვლაზე, ძალიან დიდი მაჩვენებელია. სულ ითამაშა 44 თამაში. ანუ ნახევარი თითქმის იყო სკამიდან. კარიერის მეოთხედი აქ სეზონში ჩაუტარებია შენ. კი ბატონო. 167 თამაში ითამაშა. ამ კაცს ჰქონდა 7 გოლი და 4 პასი და როგორც წეგან ედუების დაპირისპირებაზე თქვით, აგერ ლიგის მერვედ ფინალში მარტო 2 გოლი შეუგდო სელტას, ჩელსის გაუტანა 2 გოლი 2 თამაში და კიდე ერთი გოლი ქონდა თუ არ ვცდები ლივერპულთან გატანილი. ანუ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან თამაშებში შეაგდო გოლები და მაგიტომ გონია რომ ედუ რეი პარლორთან ერთად რომელიც იყო ძალიან კაი სათადარიგო ცენტრალური ნახევარმცველი იდეალურად აბალანსებდა ამ ვიეირა ჟილბერტოს დუეტს და მაგიტომ ედუ გამყავს აქ. შენ რას ფიქრობ? ხო, მე კონკრეტულად 6 სეზონი არ მახსოვდა, ეხლა თქვენ რა თქვი სტატისტიკა ალბათ არ შეეფერება, იმიტომ რომ აქ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ აი ეს არსენ ვენგერის ეპოქა როა იყო მთლიანად. ვილტორი იყო მუდმივად ფეხბურთელი. ეხლა რა თქმა უნდა ჯინობილის დონე არ იყო ვილტორი, რა თქვა რაც ჯინობილი იყო სანტონიოსთვის მაგდონის სათდარიგო არ იყო, მაგრამ აი ყოველთვის იყო ეს ცვლილება რომ ვილტორი შემოდიოდა პრაქტიკულად ყველა თამაშში ძალიან ხშირად და ბევრი უამრავი მნიშვნელოვანი გოლია გატანილი. აი ძალიან ხშირად ან საგოლე პასი გაკეთებული. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ აი ბოლო 15 წუთში შემოეყვანა ვილტორი არსენ ვენგერს და საგოლე მოქმედება ქონოდა და მოგებული ულტრაფორტზე. მანჩესტერთანაც მან გაიტანა ხო ის პარტიზმა რომ მოიგერია მე დამატებაზე. კი. რა იყო ამ სეზონის გარდამტეხი მომენტი? რატო არ წააგო არსენალმა მარტივად ერთი თამაში მეც ეგ პასუხი სუნთებში. ეგ რო ეგ აგრე არ მომხდარიყო და მithumetas როგორც მე ეგ ანუ ხო შეიძლება აეცილებინა და არსენალი გასულიყო წონათ რომ არაკაი არ წავაგეთ ბოლო წუთი თამაში. არა, ეგ რო მოხდარო ეგ ცემეს
და თავზე დაახტა. იმიტომ რომ მანამდე ვიეირამ ფეხი რომ მოუქნია და ეს გამოხდა და რაღაც. სხვათა შორის მაგ ინციდენტის მაგ თამაშის მერე რაც მოხდა ეგ არის მთავარი გასახდელში. Old Trafford-ის ბრძოლის სახელით რო არის ცნობილი. პიცარო ესოლა ფაბრიკასმა სერ ალექს ფერგიუსონს გაარტყა. და სხვათა შორის მაგ თამაშის მერე არსენალი დააჯარიმეს 170,000 ფუნტ სტერლინგი იყო ჯარიმა, რაც დღემდე არის ისტორიაში პრემიერ ლიგის ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც გამოუწერია დისციპლინარულ კომიტეტს. მაგ თამაშის ბოლო აი 15 წუთი არის აი კლასიკა ფეხბურთის, რაც ხდება აი პატრიკ ვიერას მანისტლო რომ შეახტება და ესო წაიქცევა ფეხს რომ მოუქნევს, ოღონდ არ მოხვედრია ეს ფეხი. ისო გაიწევა ესო შეშინებული ფაც რომ აი მაგ მომენტიდან მოყოლებული ეგ თამაში არის კლასიკა ფეხბურთის სამ ფეხბურთი არსებობს, ეგ 15 წუთი იქნება კლასიკა თავის დასასრულით. სხვათა შორის ფერგიუსონის საჯებთან ქონდა რაღაც თავისი სულები და მეთოდები და ხშირ შემთხვევაში არსენალს არ წყალობდნენ ხოლმე საჯები, ოღონდ რაღაც მას არ ვამ. მართლა ეგრე პენალტი. მართლა ეგრე კონსპირაცია არ არის. არა, ის პენალტი რაც მანდ დაიდო ეს ბოლო რეგიონის რომელიც ნუ არ იყო აშკარად პენალტი და კინამის გამოგინამ თამაში წააგეს და მე როცა წააგეს რეალურად პირველად ამ სერია რო დაუსრულდა არსენალს მანჩესტერთან Old Trafford-ზე იგივე სტადიონზე ის თამაში არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითია საჯობის რაც შეიძლება იყოს საერთოდ რა. კარგი, წავედით შემდეგზე. მაგარი ძალიან საინტერესო სპეკულაციური კატეგორია. ამ გუნდს რო ყოლოდა ედგარ დავიცი. წაადგებოდა. ამ გუნდს ედგარ დავიცი ეყოლებოდა კარგად თბილად სათდერგოთა სკამზე. იმიტომ რომ დავიცი ძალიან მევასებოდა, ძალიან მიყვარდა, უდიდეს პატივს ვცემდი, მაგრამ ამ ვიეირას და ამ ჟილბერტო სილვას ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებდი ვერავინ. ასოხი მაქვს მოაზრებული რომ თუ აქ იქნებოდა ვიეირას შემცვლელი უფრო მეტად ალბათ, იმიტომ რომ რაღაც box to box ითამაშებდა და არა. აი ვერ წარმოვიდგენია. მაგრამ ხო ძალიან უხდება. თან მეკითხება რომ ედგარ დავიცი ეგ ვერ გავიგე უბრალოდ. ბიჭო ყველა კატეგორია ყველა გუნდს უსადაგებს. ყველა გუნდს უსადაგებს ედგარ დავიცი. იმენა დავიცი. თან ხო ძალიან ტექნიკურიც იყო ახლა, სტრაფიც იყო ყველაფერი, ფიზიკური პრობლემა. არა, მაგარი იყო დავიცი, მაგრამ მომწონდა, მაგრამ პრობლემა არ ქონდა ხასიათის, მაგრამ მეტად ოცნებდი რა, რომ სტამზე იქნება. არ ვერ იქნება ძირითადად თან ამდენი გიჟიც არ არის კარგი რა. ყველანაირად უხდება თან ამ არსენალს. აი ყველან რო და ისე ხასიათით ყველაფერში უხდება, ხასიათით ტექნიკური იყო. ხო, ყველაფერში უხდება, მაგრამ აი ვერ წარმოვიდგენ რა. კარგი. არა და ამის ძნელია იპოვო გუნდი, სადაც ვერ წარმოვიდგენ რომ დავიცი რო ჩასვა, როგორი იქნებოდა თქო. აი აქ რაღაცა ვერ რა. ამ ის ორი იმდენად ჩარჩენილი მაქვს, აი ეს ორი ბოძი შუაში უნდა იდგეს. ვიეირა და ჟილბერტო. თან ორივე რაღაც ტანმაღალი ისეთი. ო, ანუ აი მაგას გულისხმობ. უნიკალური წყვილი იყო. ცენტრში კანტე, აი ვერ წარმოვიდგენია ხა. აუცილებლად რო ჩასვა, ანუ მაგელი. ძალიან სასაცილო იქნებოდა კაცი ჭამიერთან გოლო კანტე, რომელიც ბოდიშ სიხდის გოლს რო იტანს, რო უკაცრავად როგორ იტანს. კაი, შემდეგი კატეგორია გვაქვს ესეთი. მოდი მე გადავწყვეტ დღეს რომ არა საფეხბურთო ბჭყალებში კატეგორიები ბოლოსკენ მოვიტოვოთ და ჯერ ამოწუროთ საფეხბურთოები. მაგალითად, ვინ დარჩა ამ სეზონის ყველაზე მეტად მოგებული? ანუ ამ ეს სეზონი რო ესეთი მაგარი იყო, წაუგებელი არსენალი ყავს და ერთ-ერთი კლუბია პრემიერ ლიგის ისტორიაში. ერთი მოთამაშე ამ წვნელი ან ვინმე, ვინ დარჩა ამ ყველაფრით, ვინ იხეირა ყველაზე მეტად თქვენი აზრით? ჟოზე მოურინიო. რა? რატო? ჟოზე მოურინიო, რომელიც კლაუდიო რანიერი გააგდეს იმის გამო, რომ ვერ გახდა ჩემპიონი აბრამოვიჩმა და მოიყვანა მოურინიო, რომ შენ უნდა გახდა ჩემპიონი და შემოწელს გახდა ჩემპიონი. არა, ეს ხა გავატრაკე პროსტა ისე ვთქვი. ისე არ ვიცი. არ არის ხა თლად შორს. სივარტის. აი, აბა ხო, ისე სერიოზულად გვიპასუხეთ, არა? სერიოზულად გვიპასუხო, არ ვიცი, მართლა. იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევა, რომ არც ეს არ არის შემთხვევა, რომ ვინმე ამ გუნდში იყო არავინ და უცებ აი რაღაც ვარსკვლავი რეიესიც კი რომელიც შუასეზონში მივიდა და აი ყველაზე მეტად შეიძლება ვთქვათ რეიესზე თქვა ისიც რა სევილიაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო უკვე ინდურაში ამ ხალხთან ხარ ყველა არ გადაიხიდნენ ზამთარში თან ხო რაც გადაიხადეს და დანარჩენები სუპერსტარების გუნდი იყო რეალურად რა რეალურად ხო აი მაგალითად ერთ-ერთი კოლოტურე თქვა შეიძლება მაგრამ აი ხო ცოტა ისეთი პასუხია შენც მაგიტო ამბობ ესე რა კოლოტურე შეიძლება იმიტომ რომ მაგალითად აი პარმაზე როცა ქონდა გადაცემა ჩემთვის მაგალითად რაც ვერონი კრესპო ძალიან გამოიკვეთა რომ ამ ორმა მე კარიერა აიწყო ამ მაგარი სეზონით რა პარმაში რო იყო და არსენალში ეგეთი არ არსებობს რა ყველა ისე მაგარი იყო ეს და არც რომელიმე დიდი ტრანსფერი ქონია და მესამედ გახდნენ ჩემპიონები ხო ანუ ეს არ იყო პირველი ჩემპიონობა ამიტომ ჩემთვის ყველაზე ლოგიური პასუხი არის ვენგერი იმიტომ რომ უბრალოდ მისი სახელი ჩაიწერა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი მწვრთნელი რომელსაც ეს გააკეთა და ანუ დღეს თუ რაღაც კამათია რომ ფერგი ჯობია თუ გვარდიოლა თუ კლოპი თუ ვინ ჟოზე პრემიერ ლიგაში ვენგერი მაინც ამ
მიმართულებით ყველაზე წინ არის. არა, ანუ არგუმენტი არსებობს რა. მარტო იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერი გემოვნების ამბავი არის. ეხლა მე არ მიყვარს ხოლმე რომ ერთმანეთს ხოცავენ ადამიანები, რომელი უფრო დიდი იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმები არსებობს. ზოგი აფასებს სტილით, ეხლა ჩემთვის პირველია ვენგერი, იმიტომ რომ ფეხბურთს რასაც ათამაშებდა და როგორი სტილითაც თამაშობდა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? თუნდაც ეხლა ის რევოლუციური რაც თქვით, რაც ქონდა ეს შეცვალო უამრავი რამე, ეს მეთოდოლოგია, ვარჯიშები იმის ფონზე რო ფული არ ქონდა, ანუ ბევრი ასე ვთქვათ სვლადი შემოდის და ძალიან ბევრი რაღაც ეხლა უცებ რო ვენგერზე ვთქვა რა კიდე რომ მეც რაღაცნა მომენტში ბოლო წლებში ცოტა მაგრიზიანებდა მისი მუშაობა იმ თვალსაზრისით რომ ეს არსენალი რაღაცა გაუთავებელი ზაზუნას დღე იყო მართლა რა სულ ყოველი სეზონის სტარტზე და მე-4 ადგილი მე ზამთარში თავის გძელი კურტუკი რო ვეხსნი და ვერაფერ ეგ უკვე ბოლო წლებში ხო და მაგ ბოლო წლებში ხო და რა იყო მიზეზი რის გამოც ვენგერი ინარჩუნებდა ამ პოსტს ისე რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი გულშემატკივარი ითხოვდა მის წასვლას იყო ერთი ის რომ ფეხბურთი რასაც გუნდი თამაშობდა მიუხედავად ყველაფრისა არსენალს რამხელა პრობლემები ჰქონდა ფინანსური ვერ ხარჯავდნენ კაი ხანი ფეხბურთს უყურებდნენ სტადიონის გამო მაგრამ რამხელა მაგარი ინვესტიცია გამოდგა საბოლოო ჯამში ხო პირიქით როგორ მოაძლიერა საბოლოო ეს სრული პერიოდის გადალახვის მერე და ამ სრულ პერიოდს აი ამ უფინანსო პერიოდს უფულო პერიოდს ყველაზე უკეთეს კაც თუ გადაალახინებდა, იმიტომ რომ ჯერ კლუბს და სტრუქტურას კარგად იცნობდა, ფაქტობრივად მისი აწყობილი იყო ეს ყველაფერი და პლუს ეს სტილი, რომელიც რო არ ყოფილიყო, უფრო ადრე გაუშვებდნენ ჩემი, რომ წავიდოდა. ერთ რამეს დავამატებ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო არსენ ვენგერი, რომ როდესაც სტადიონი შენდებოდა, იქ კრედიტის აღება მოუწია უდიდესი კრედიტის არსენალს და ბორცს. თავდებში არა, მართლა, კრედიტის ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ 5 წელი არსენალს წვნელი უნდა ყოფილიყო არსენ ვენგერი. ანუ ბანკებმა სესხი არ მიცეს არსენალს წარმოიდგინე, თუ არსენ ვენგერი არ იქნებოდა მწვრთნელი. ეს იყო კოლატერალი, ასე თქვა და გარანტია. ხო, ეგ არსენ ვენგერი იყო გარანტია, რომ არსენალი შეძლებდა ვალის გადახდას წარმოიდგინე. ავტომატ კი ბატონო. ანუ ძალიან ლოგიკურია ჩემთვის ეს ყველაფერი. ამ გუნდზე რომ ფილმს იღებდნენ, ვინ იქნებოდა რეჟისორი თქვენი აზრით? კაი, გეტყვი. მე ვეძებდი, დამაინტერესა მაგ კატეგორია ვის შეება ჩავსვათ და ვეძებდი და ვიპოვე ვინ არის არსენალის გულშემატკივარი. ერთზე როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტმა ცოტა მომატყუა, იმიტომ რომ მე გადავამოწმე არ ყოფილა არსენალის გულშემატკივარი, არა და იმას უფრო მოუხდებოდა, გაირიჩის, რომელიც თუმცა ჩელსის ფანი ყოფილა, მაგრამ მოუხდებოდა ეს არსენალი. მაგიტომ მეორე კაცზე შევჯერდი ჩემ წარმოდგენაში, რომელიც არსენალის კომაგია და ეს არის კრისტოფერ ნოლანი. ოღონდ კრისტოფერ ნოლანი თავის გადაღების ხო, მაგრამ თავისი სტილიდან გამომდინარე ლონდონელია თან და თავისი სტილიდან გამომდინარე რანაირად უნდა მიუსადაგო ამ არსენალს, ეგ ვერ იმაშქენი რა, მან გავიჭერე ცოტა რა, გამიჭირდა. გიორგი, შენ თუ გაქვს რამე ვერსია? რა ვიცი, ვეს ანდერსონი? სილამაზით და ესთეტიკით? კი, მომეწონა, კაი არის. აი, გეთანხმები, კი, ვეს ანდერსონი მომეწონა, ძალიან კაია. კი, თან აი რაღაც ეგეთი აი უშედეგო სილამაზეა რა, აი. ძალიან კაი არის, მომეწონა. აი, ლამაზია რა, ყველაფერი კაია, მაგრამ აი რაღაცა სამპლოტი არა აქვს რა, ნუ აი არაფერსკენ არ მიდის, ძალიან ლამაზია. პრემიერ ლიგა მოიგეს წაუგებად, მეტი უშედეგო არა, მე გეუბნები ზოგადად არსენალზე გეუბნები რა, აი ვენგერის პერიოდს არსენალზე გეუბნები რა, ძალიან ლამაზია ეს კადრები, ლამაზი, თავისი იასამნისფერი ვარდისფერი ფერებით, რეიფაიანსი ულაშებში, ბუდაპეშტით, შუაში ხო. ბილ მიურეი გაუთავებლად ყველა ფილმში. ტანენბაუმები ძალიან მიყვარს, აი ტანენბაუმები ჩემი საყვარელი ფილმი ერთ-ერთი. მაგრამ აი ეს სილამაზე ყველაფერი სიმეტრია მთავარი. გეომეტრია, ეგ მაგეთო თქვი, გეომეტრია, სიმეტრია და სილამაზე. მაგრამ აი პლოტი არა, რაღაც შედეგი არა. პროსტა кайფობ. პროსტა სიამონებას იღებ. ეხლა მე იგივე ესთეტიკა. დარჯილინგი, ხო? ძალიან მიყვარს ეგ ფილმი. იდეა შეიძლება არ იყოს, თავარი არის სილამაზე, თავარია ესთეტიკა, თავარია აღქმა. სევდანარევი ბედნიერების განცდა. ეგეც არსენალს დაყვება თან. ვეს ანდერსონი იდეალურია და მაშინ დავამატებდი ხა მაქედონიაში ხსარდენ წავედი იმაზე. უაზრო ანუ დიდი აზრი რო არ დევს, ვიღაცების ძევს, მაგრამ ჩემს არ დევს. მაგრამ ძალიან მიყვარს მაგის და ესთეტიკა მომწონს ძალიან დევიდ ლინჩის. მართალია არსენალთან დაკავშირებული არა, მაგრამ Twin Peaks-ი გამახსენდა მაგაზე რა, აი ესთეტიკა, მუსიკა, სილამაზე, დიალოგები, პერსონაჟები ყველაფერი გენიალურია. აქვს, მაგრამ არსენალთან აი ვაიბით. არა, ვეს ანდერსონი ძალიან მომწონს, აი იდეალური ვერსია ჩემთვის. კი, მე მეგონა რომ მე უფრო კაი ვერსია მქონდა, სანამ ამას მოვისმენდი, მაგრამ მე მგონი ვეს ანდერსონი ჯობია. ჩემი აზრით და თან ამ სეზონს და ამ გუნდს ისეთ სახელი ქვია, ხო, რომ თითქოს მისი ფილმი უნდა იყოს. Invincibles, ხო, რაღაც დაუმარცხებლები და რაღაც ეს ეპიკურობა თან გასდევს და გამახსენდა ეპიკური ფილმები ყველაზე მეტი მე მგონი რიდლი სკოტსა, ხო, ეს რაღაც Kingdom of Heaven, Gladiator, ასე შემდეგ. თითქოს აი
დაუმარცხებლები უნდა გადაიღოს ამ კაცმა და კარგი ფილმი გააკეთოს ამაზე. მე მითხრა რომ ესეთი ისტორიული მართლა ერთ-ერთი მოვლენაა, რომელიც არავის არ გაუმეორებია და უბრალოდ სათაურით არსენალს ეპიკურობით მიდის. ათეტიკურობა არ მოუხდებოდა უბრალოდ. მე შენი ვერსია ძალიან მომეწონა, აი ძალიან იდეალურად ჩაჯდა ჩემ წარმოადგენაში, ხა მართლა ვეს ანდერსონი აი ძალიან კაია. და ბოლო კატეგორია. ეს გუნდი, რომელი ბენდია ასოციაციურად თქვენთვის. ან რომელი სიმღერაა, ამას ახლა იმიტომ ვამბობ. რომელიც რომ მე არ მაქვს ბენდის ვერსია, მაგრამ მაქვს რაღაცა ტრეკი, რაღაცა კიდევ ერთხელ ვაიბი, რომელიც შეუსაბამე ამას და მაგიტო გავძრეთ. ბენდს ვიტყვი, მაშინ იგივე ლოგიკით წავედი, სხვათა შორის და მაინტერესა ვინ კომაგობს მეთქი, როკ სცენაზე ბევრი ტიპი ვიცით, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივრია ფეხბურთისას თუ ისე, ხო, ელტონ ჯონი მაგალითად უოტფორდის ფლობელი იყო რაღაც პერიოდი, საპატიო პრეზიდენტია პლანტი იმისი ულვერჰემპტონის და გილანის არის ფეხბურთის გულშემატკივარი, ოზი ოსბორნია გარდაცვლილი ასტონ ვილას კომაგი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ამაში გამიჭირდა არსენალის და ვიპოვე, რომ სხვათა შორის თურმე არსენალის გულშემატკივარი ორი ძალიან ისეთი გამორჩეული ტიპი ვიპოვე. ერთი როჯერ ვოტერსი, Pink Floyd-ის. არსენალის ფანია? ვაუ. ეგ წერია ყველგან არსენალის ფანიო. მაგრამ ვოტერსის მუსიკა არსენალს რაღაც ვერ დაუკავშირე, მაინც ვერ მიუსადაგე. Gunner's Dream. Gunner's Dream სახელი. Pink Floyd-ის. დიდი მადლობა. ეს იყო Final Cut-დან არის, კი. Final Cut-დან არის, კი, Final Cut-ში არის. ხო, მოზერია. უფრო Rolling Stones-ზე წავედი, იმიტომ რომ Mick Jagger-ის არსენალის კომაკი ყოფილა თურმე, ეგ არ ვიცოდი. ხო. იმიტომ Mick Jagger ჩემს ახასიათდება, მაინც უფრო ინგლისის ნაკრებთან, იმიტომ რომ ყველა თამაში დადიოდა ხოლმე დიდ ტურნირებზე, მაგრამ აი, Gunner's Dream კაი არის, ეს სიმღერა, ხო, კაი. სახელის მიხედვით. ვედაო, ეგრევე მომაკეთდა. თან ისეთი ალბომია Waters-ის გავლენა, ხო, Waters-ის ალბომი Final Cut-ი. ის ფაქტი, რომ Waters-ი არის არსენალის გულშემატკივარი და Gunner's Dream სიმღერაა მართლა Pink Floyd-ის. მით უმეტეს Pink Floyd ფეხბურთთან ცნობილია იმ გადაკვეთაში ისიც აქვს, რომ ერთ-ერთ პირველ ალბომში ერთ-ერთი სიმღერაა ძალიან ცნობილი Pink Floyd-ის პირველი პერიოდი, ფსიქოდელიური როკის პერიოდი, სადაც დასაწყისში და ბოლოში გამოყენებული აქვს You Never Walk Alone Enfield-ის, ანუ Enfield-ზე რომ ღერის გულშემატკივარი 60-ში წელში. ეგ აქვს გამოყენებული კი და მაგით იწყება და მაგით თავდება. მეც მოყვარულობ Pink Floyd-ის ძალიან. ხო და ეგ არის ძალიან ცნობილი, ჯორასი აქვია სახელი ამოვიწყდა. Fearless. ხო. მელოდია მასოზე ხაზგაც. ალბომიდან Medal მაგით მახსენდებოდა, Medal-დან არის ხო Fearless. ხო და მანდ არის You Never Walk Alone გამოყენებული და ბარე, მაგრამ Waters-იც კომაგია და მე ერთ დავამატებ რა. მე დავამატებ ვინ შეიძლება წიგნი დაეწერა. ვაუ, მიდი რა. თქო, არა მარტო კიდე თუ არ დაუმარცხებელ არსენალზე, ზოგადად არსენალზე, იმიტომ ეს კაცი ძალიან მიყვარს ეს მწერალი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის ავტორია და მაგ წიგნში ნახსენები არსენალი რა. და თან ნახსენები არის როგორ იცი რომ ვკითხულობდი მე ადეკვატურა იმიტომ რომ ამ პერიოდში არ ვკითხულობდი რომ არსენალი დაუმარცხებელი გუნდი არის მე ვკითხულობდი ცოტა უკვე სასაცილო რო გახდა არსენალის ეს მეოთხე ადგილი არსენალი მეოთხე ადგილი გაუტოვებელი ამ პერიოდში მაგ წაკითხული ესეც Hitchhiker's Guide to the Galaxy ხო ეგ მაგარი ანუ ქართულად როგორ არის არც ვიცი გზამკვლევი გალაქტიკაში მოგზაურის გზამკვლევი გალაქტიკაში თუ რაც ეგ Douglas Adams-ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია ყველა დროის და მანდ ეკრანიზაციაც გაიფოა კი და მანდ აი დასაწყისში წიგნის ბარმენთან რო არის ეს თავარი გმირი, მანდ არის ნახსენები არსენალი და როგორც ფეხბურთის მოყვარული ნებისმიერ წიგნში სადაც ფეხბურთის რეფერენსი მხდება, სადაც ფეხბურთი მხდება, ყურადღებას აქცევ რა. ხო, ანუ ხო ეგრევე ისაა, რომ დიკაპრიოს მიმირულად ესე რომ დაინახავს ფეხბურთი ახსენეს და რაღაც კორტასარს ევასებოდა კიდე ფეხბურთი ნახს. ბორხეს აქვს რაღაც ნახსენები, მე მას არ უყვარდა ფეხბურთი, ნახსენები აქვს და კორტასარს ეტყობოდა რომ ევასებოდა ისე აქვს ნალაპარაკები ფეხბურთზე და ამასაც ეტყობა ევასებოდა და ეს ხო გადაობაა თან სასაცილოა და მანდ არის ნახსენები რომ სამყაროს აღსასრულო დგებაო კაიაო არსენალისტვის ან მარტივად გამოძურებიან რა. ეგეთ კონტექსტში მოხსენებული და მაგითო წიგს ვიტყოდი რომ მით უმეტეს აი მე რაც დაიწყო იმას დაწერდა Douglas Adams. მე ესე ბენდი არ მიფიქრდება, მაგრამ ეხლა ეს Waters-ი მეც მომეწონა. ხო, არა, კაი იყო ძალიან. მაგრამ რატომღაც არ ვიცი, რატო ჩემთვის უფრო კლასიკურ მუსიკაზე ასე ვთქვათ ემოციურად უფრო ასოციაციურად კლასიკურ მუსიკაზე მივდივარ და შენ იმიტომ რომ ეგეთ ფეხბურთს ბახს კლოპი რო hard rock-ია ეს კლასიკური მუსიკა არის. ბახი, აი ბახს ვიტყოდი, კლავესინის პარტიები. დებუსი არა? ბახი? არა, ბახი მინდა. თან გეომეტრიული, ძალიან სიმეტრიული, აბსოლუტურად მათემატიკური და თან ისე თავისუფლად. მოსმენა უნდა დაიწყო დებუსით და დაამთავრო ბახით. არასდროს არ უნდა დაამთავრო დებუსით. მართალია.
Family Guy-ს ეგ მომენტი ვისაც განახი. მოგესალმებით ყველას. და კაი, მარტინ კიოუნის ძალადობა რუდმან ნესტელროის წინააღმდეგ, მაგას რო გადავადოთ რამე ძალიან მოუხდება მე მგონი ეგეთი. მაგას ნებისმიერი heavy metal-ი მოუხდება. არა, heavy metal-ი კი არა, კლასიკა მაგას გადავადო. კლასიკა, კადრი უნდა შეანელო მაგრამ. კადრი თუ შეანელე, მართლა კლასიკა. ფეხი, ბუცი, კადრი უნდა შეანელო. აი, მე როლენი რო ხელს კრავს, ეგ შეანელებულ კადრებში კარგად ჩაჯდება. აი, აქ რო უყვირის ყურში რო აეგრე. კლასიკა კარგად ჩაჯდებოდა, ოღონდ კადრი უნდა იყოს ნელი. ცოტა შეანელებული კადრი უნდა იყოს. ეგ არის. მე მგონი, ძალიან საინტერესო საკაიფო გადაცემა გამოვიდა. გავიხსენეთ არსენალი დაუმარცხებელი 2013 წლების გუნდი. მადლობა შენ. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო პერსპექტივა იყო არსენალის ფანისგან და ასევე ცხადია სპორტის და ფეხბურთისგან. ძალიან კაი იყო და ძალიან მომეწონა, გარდა იმისა მოლოდინის ანალოგიები. ძალიან კაი. უეს ანდერსონი იმენა ეგეთი კაი მე მგონი არც გაგვირტყამს არაფერი სხვა არშება ერთი იყო რაღაცა ის მახსენდება. ლიცზე შენ რო თქვი რომ ის იდეალური არჩევანი ფილოსოფოსის იდეალური და პირცხელანის რეაქცია ვერე რომ მაგდონალდში ცემდნენ ხალხსო აი ეგ და უეს ანდერსონი არა კაი იჯობდა ის პირველი არა უეს ანდერსონი ძალიან კაი იყო ძალიან მადლობა მოწვევისთვის ხშირად არ მეძლევა ხოლმე ამდენი ხანი საშუალება რომ არსენალზე ვილაპარაკო იმიტომ რომ სულ 1-2 კაცი ვიცით ჩემს გარდა ვინც არსენალს გულშემატკივრობს და როდესაც შევხვდები ხოლმე ასეთ ჩემ მეგობარს ჩვენ კი ვსაუბრობთ საათობით მაგრამ ძირითადად ეს უცნაურია სხვა შორის მაგრამ აქ უნდა თქვა რომ აქ შეხვდი ეხლა რომ მოხვედი კი ნოე არის ჩვენი პატარა სექტის წარმომადგენელია. მადლობა და დროებით. მადლობა.